გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მერვე ეპიზოდი. მე გახლავთ თორნიკე ბაღათურია. დღეს საინტერესო გადაცემა გვექნება, შევეცდებით ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ მიმდინარე პროცესები, ასევე ვისაუბრეთ პირველ და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე და მიზნებზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ფილოსოფოსი მკვლევარი გიორგი რაზმაძე. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით თორნიკე. გვეწვიეთ. მადლობა რომ მომიწვიეთ. გაიხარეთ. იცით ჩვენი საუბარი შესანამ გეოპოლიტიკაზე გადავთ, ადგილობრივ თემებს შევეხოთ. ახალი პატრიარქი აირჩია, მადლობა ღმერთს და ძალიან კაი პატრიარქი ყავს, მინდა თქვა პირდაპირ ჩანს უკვე თავის პირველივე ნაბიჯები ისეთი გადადგა, რომ უგეს სალიბერალეთი ბობოქრთა ეგრევე შეუტიეს და მაგაშიც ნაცვლად ჩანს, რომ როგორი პატრიარქი ყავს და ეს საზოგადოება კიდე როგორები არიან და არა და რა თქვა ჩვენო პატრიარქმა არაფერი განსაკუთრებული არ თქვენს, ერთ თქვა რომ აბორტები უნდა აიგზაოს და რაც ალბათ ნების დიდი უმრავლესობას საქართველოს ამას ვეთანხმები და კიდე თქვა რომ დემოგრაფიაში პრობლემა გვაქვს და ჩვენ ულამაზეს ქვეყანაშიო სანამ უმცირესობაში გავხდებით, მანამდე მივხედოთ ამ პრობლემას. და ამაზე აკანკანდნენ და გამოყარეს ეს რაღაცა ჯეიხუნა ვიღაცა მთავარი არხის ჟურნალისტი და ეს საზოგადოება მოკლედ და ჩვენ აქ ზედმეტებად ვიგრძენით თავი საქართველოსიო და ჩვენ სამ ქვეყნის მოქალაქეები ვართო და ნუ რაღაც პროვოკაციული რაღაც განცხადებები გააკეთეს. არა და საქმე ძალიან მარტივად არის, ხო? პატრიარქმა თქვა, რომ ან ჩვენ ქვეყანაში ღმერთმა აბრალოს ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ვინც ჩვენთან არიან და ჩვენ ისტორიულად საუკუნეებია ერთად თანუცხოვრობთ მშვიდობიანად, ხო? და ამაზე აქ საუბარი არა, აქ ძალიან მარტივ რაღაცაზეა საუბარი, რომ უბრალოდ ჩვენ მიწაზე გვინდა რომ ქართველები გამრავლდეთ. ეს ხელს არ უშლის არც ერთ სხვა ეთნოს გამრავლებაში, ხო? ჩვენ გვინდა ჩვენ მიწაზე ჩვენ ვიყოთ უმრავლესობაში, ეს ბუნებრივი მოთხოვნილება და ნებისმიერ ერს ეს მოთხოვნილება ექნება, ხო? ნებისმიერ რო ავიღოთ და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ეს რა მოვლენაა ესენი რომ გამოხდა? კი ბატონო, პირველ რიგში ყველას ულოცავ პატრიარქის ახალ პატრიარქს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში პირველად მე 79 წელს ვარ დაბადებული და მოგეხსენებათ 3 წლის ვიყავი 77-ში იქნა პატრიარქი ილია ასული ავიდა საპატრიარქო ტახტზე და მას შემდეგ პირველი ასე ვთქვათ ისტორიული მოვლენა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და ყავს ახალი პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი შიო მესამე. მეუფე შიო პატრიარქი შიო არის გამორჩეული პიროვნება, ყველა აღიარებს რომ ვერავინ ვერ შეძლო რაღაცა ნაკლი ეპოვანა მისთვის. ისეთმა ასე თქვა ოდიოზურმა ფიგურებმაც კი როგორც ტევე პირველის მიმართულებით მანდაც კი აღიარეს რომ არა აქვს არაფერი ნაკლი მას. ეს არის სუფთა პიროვნება, განათლებული პიროვნება, სათნო პიროვნება და ძალიან ასე ვთქვათ ზომიერად მკაცრი და პრინციპული. როგორც უნდა იყოს პატრიარქი და მას მინდა რომ ღმერთს მინდა ვთხოვ და ყველამ უნდა ილოცოს ჩვენ დილის ლოცვებში გვაქვს მონაკვეთი სადაც პატრიარქისთვის ლოცულობთ და მანდ მეხება ხოლმე და მაინც ილია მეორე ხანდახან გამარჯობა. თქვენ კი არა იმასაც შეეშალა მეუფე აღარ მახსოვს სახელი. ხო, რა თქვა ხო. ხო, ანუ ეს ისეა შეჩეული კიდევ მეორე პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მოხდა ცვლა ეპოქალური პატრიარქის და ახალი ეპოქა დაიწყო და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან კარგად დაიწყო, იმიტომ რომ ოჯახის სიწმინდის დღე ღვთის განგებით დაემთხვა და ყოველ ოჯახის სიწმინდის დღეზე იგი აღნიშნავდა აი ამ პრობლემას, განსაკუთრებით აბურთს ყოველთვის აქცევდა ყურადღებას და ამ დიდ პრობლემას და აქ უკვე პატრიარქის რანგში ძალიან ხმამაღლა განაცხადა ის, რაც უბრალოდ ელემენტარული ქრისტიანობაა. ნატივი. აქ არ არის რაღაც საუბარი, რაღაცა ეს სიახლე შემოიტანა ქრისტიანობაში. არა, ბატონო ჩემო, სოფლიო ეკლესია, მაგალითად პირველი 1000 წლეულის მეხუთე მსოფლიო კრებაზე, მაშინაც ხდებოდა ესეთი რაღაცეები და პირველი მეხუთე მსოფლიო კრების კანონებში ჩაწერეს რომ ის ვინც ქალი რომელიც დალევს წერია იქ, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირად მოცილება სხვანაირად ხდებოდა ნაყოფის, დალევს ჯვილის მოსაცილებელ წამალს და ჩამოთვლილია ჯადოქრობას იმას ამას მიმართავს, კაცის მკვლელის კანონით განვაკანონებთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ უზიარებლობით ტოვებდნენ 10-დან 15 წლამდე თუ არ ვცდები. ანუ როგორც კაცის მკვლელს, მასაც ასევე ტოვებდნენ უზიარებლობით. სხვა ეხა ეკლესია სხვა ინსტრუმენტი არ აქვს გარდა იმისა, რომ უფლისის და ხორცს განგაყენოს ეპიდემიის სახით.
რის თქმა მინდა ამით, იმით კი არა რაღაცა განვაყენოთ ხალხი, ვიღაცა ახლა მას ვერ გაიგებს. განვაყენოთ ხალხის ზიარებით, მაგის მოთხოვნა კი არა. უბრალოდ ისტორიული კონტექსტი მინდა დავინახოთ, რომ პატრიარქ შიოს არაფერი ახალი არ უთქვამს. ეს ისტორიული რეალობაა, ეკლესიის სათავეებიდან მოყოლებული ჩვილის მოცილებას უყურებდნენ როგორც უმძიმეს დანაშაულს. მერე დაიხიეს ხელზე ისიც, რომ ვთქვათ, გეგონება პატრიარქმა თქვა, რომ სადაც ეს ცოდვა ტრიალებს, იქ ვთქვათ, განწირულია ის ოჯახი, ასეთ სიტყვები თქვა და არ დააკვირდნენ, სიტყვა განწირული არ მოეწონათ, მაგრამ სადაც ეს ცოდვა ტრიალებს, არ დააკვირდნენ. პატრიარქმა იგულისხმა ის, რომ თუ ეს ცოდვა არის განმეორებადი, ტრიალებს. ტრიალი ნახეთ, ესეთ წრეწირია, ესეთ ტრიალებს. რას ნიშნავს ტრიალებს? ეს არის მოვლენა, როდესაც არ უყურებენ ამ დანაშაულს შესაბამისი ქრისტიანული მსოფლმხედველობით. და რა როგორ უნდა შეხედონ? მარტივად უნდა მივიდნენ და მოძღვართან აღიარონ, ეს არის ასკეტური ღვაწლი, ასკეტიკის ნაწილია, როდესაც შეგიძლია აღიარო მძიმე ცოდვები, ეს გაბედულება იწვევს ქრისტეს მოწყალებას შენს მიმართ და ღვთლის გავლით შენ მოგეტევება ეს ცოდვები და ცოდვა და რაც ნიშნავს, ანუ სინანულის უნდა ახსნათ რა არის, სინანული არის მეტანოია, ანუ შემოტრიალება ცოდვიდან ღვთისკენ. ანუ მეტანოია ბერძნულ სიტყვაში შემოტრიალებას ნიშნავს, გონების შემოტრიალებას. ეს ნიშნავს, რომ შენ რასაც აღიარებ ისეთ მძიმე ცოდვებს ხა. ბევრია ცოდვები, რომელსაც იმეორებს ადამიანი. მცირე ცოდვები ადამიანს ვნებებია და ამას ვერავი შეიძლება ჩვევაში ქონდეს გადასული, მაგრამ აბორტს რაც შეეხება, ეს არის ცოდვა, რომელიც სრულიად შენზეა დამოკიდებული და აბორტის განმეორება, აბორტს ვერ შეეჩვევი, ანუ ისეთი მომენტია. ამიტომ მონანულ ქრისტიანს ღმერთს მოწყალების ზღვა აქვს. ეკლესიის სინანულის შედეგად შენ შეგიძლია მიიღო ერთხელ სამუდამო შენდობა და ეს თქვა პატრიარქმა შიომ. მეტი არაფერი არ უთქვამს. ნამდვილად. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, მაინც რო იცოდეს ხალხმა ზოგადად აბორტის თემაზე, არ არსებობს ბიოლოგი, რომელიც არ აღიარებდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება განაყოფიერების. ჩიკაგოში ჩატარდა გამოკითხვა 6000 სხვადასხვა მსოფლმხედველობის რელიგიის თუ იმის ბიოლოგი გამოკითხეს და ყველა მერტმა 97%-მა აღიარა, რომ განაყოფიერების დროს იწყება, ხოლო დანარჩენმა 3%-მა თქვა, რომ აი იმ მომენტში შეიძლება არ იწყობოდეს და აი როგორც კი ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიანზე გადადის, მაშინ უკვე ადამიანიო. ანუ განსხვავება აბორტის მიზნებისთვის არც ერთს არ გამოუთქვამს, ყველა შემთხვევაში 100%-მა თქვა 6000 ბიოლოგზია, საუბარ წამყვან ბიოლოგებზე, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებზე. ანუ სამეცნიერო კონსენსუსია მანდ, რელიგიური კონსენსუსია მანდ. კიდე რა კონსენსუსი შეიძლება არსებობდეს? არანაირი სხვა კონსენსუსი არ არსებობს, მორალურადაც ეს არის, ამიტომ აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. დავამატებ იმასაც, რომ ჩვენთან აბორტი შემოიტანა ლენინმა. რაოდენ ირონიულიც და ირონიული არ უნდა იყოს ხალხი, რომელიც დამაქცევარ კომუნიზმს და ბოლშევიზმს აგინებს და შეურაცხყოფს, მის მიმდევრად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმუმ ამ საკითხში. ოჯახის ინსტიტუტი დეკრეტი არ გამოცა კაცო პირველი. ანუ კი ბატონო. რაც შეეხება დემოგრაფიას. ეს ასევე მასია, რატო გადააბა პატრიარქმა შიომ? გადააბა, იმიტომ რომ ოჯახის სიწმინდის დღე იყო. აბორტებზე რო ისაუბრა, ეს დემოგრაფიასთან არის მიბმული. პატრიარქმა ილიამ გააკეთა ის, რომ ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვის მონათვლა გადაწყვიტა, მისი ნათლიობა გადაწყვიტა, იმიტომ რომ ადამიანები ამ мотивაციით გამრავლებული იყვნენ. და მინდა ვთქვა, რომ სერიოზული შედეგები იქნა მიღწეული. 47000 ნათლული. ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო. შესაძლოა არ დაბადებულიყო. და წარმოიდგინეთ, ჩვენ აბორტებს თუ ვეხებით ასევე ისევ დემოგრაფიასთან მიმართებაში, შარშან 15000 ბავშვი იქნა აბორტი იქნა გაკეთებული ოფიციალურად, რაც არის საათში 1. აი ჩვენ ახლა ამ გადაცემის როდესაც სანამ დათორდება ერთ ბავშვს მუცელში მოკლავენ. იმიტომ რომ როდესაც ელემენტარული არითმეტიკაა და შეუძლია გაყოს 365-ზე და შემდეგ 12-ზე. და მიხვდება, რომ საათში ერთხელ ხდება ეს. ეს შარშანცი კიდე უფრო საშინელი სტატისტიკა იყო და იმის წინ კიდე უფრო მეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო. ჯამში 9 მილიონამდე ადამიანი არის, რაც აღრიცხვას ვაწარმოებთ, იმის მერე უნდა ყვავდეს და არა ყვავს. ეს 9 მილიონში რამდენი ილია ჭავჭავაძე შეიძლება ყოფილიყო და არ ვიცი კიდე რაღაცა, არ ვიცი, ნებისმიერი კარგი ფეხბურთელი შეიძლება ან პიანისტი ან არ ვიცი, პოლიტიკოსი, არავინ არ იცის. რაც შეეხება დემოგრაფიას, ეს ვთქვით. ეხლა რაც შეეხება იმას, ვინ როგორ აღიქვა პატრიარქის განცხადება ჩვენს გამრავლების მიმართულებით.
ბუნებრივია თავმოყარე და ასე ვთქვათ თავის პატივისცემელი ერი მანახი რომელიც არ ფიქრობდეს რომ ეთნოსი არ დარჩეს უმცირესობაში თავის ქვეყანაში ეს ვინმე საწყენი როგორ უნდა იყოს აი ვისაც ეწყინა მინდა თხოვო რომ გაარკვიოს თავის ქვეყანაში ეს იქნება ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები თუ ჩვენი მოძმე სომხეები ჩვენი თანამემამულეები თორსაც ძალიან დიდ პატივს უნდა გვიყვარს აზერბაიჯანში გაუხარდება თუ არა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას რომ უმცირესობაში დარჩეს აზერბაიჯანი რა თქმა უნდა არ გაუხარდება და ეს იქნება მე მაგალითად აზერბაიჯანში რო ცხოვრობდე ვინც არ უნდა თქვას რომ არ გაგვიხარდება ესო და უნდა გამრავლდეთო ორი ხელით მივესალმები იმიტომ რომ ბუნებრივია და ვიტყვი რომ აზერბაიჯანში აზერბაიჯანელი უნდა იყოს მეტი ვიდრე ნებისმიერი სხვა ეთნოსი. მიუხედავად მეგობრობისა, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისა. არაფერი აქ ის არ ყოფილა რაღაცა განსაკუთრებული ნათქვამი. ხო, არც არავინ არ დაუმცირები, არაფერი არ უთქვამს ადამიანს. ასე რომ მადლობა მას რომ დაიწყო ასევე მან რამოდენიმე შეხვედრა დაავადებული ბავშვები რო არიან დოუშენის მაგათანაც შეხვდა. ესეც ძალიან დადებითი მოვლენაა. იგი აქტიურობს, იგი დადის მაგალითად დღეს ამაღლება და ყველას ულოცავ ამაღლებას. და იგი ამაღლების ტაძარში წირა, ანუ იგი გავიდა ტაძრიდან. საკათედრო ტაძრიდან გავიდა და იგი იწყებს უკვე ხალხში მოძრაობას. აქტიურობს. იგი და აქედან გამომდინარე, მას მე მინდა უდიდეს წარმატება ვუსურვო და მადლობა შევწირო ღმერთს რომ ჩვენ ასეთი ბრწყინვალე პატრიარქი მოგვივლინა ილია მეორის ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ასე ვთქვათ და ღვთის განგებით. ნამდვილად, ღმერთმა ეს ძიმე ჯვარი ღირსეულად ატარებინოს, ნამდვილად ღმერთმა გააძლიეროს და თვითონაც იძახის რომ ლოცვებში მომიხსენიეთო და ნამდვილად უნდა მოიხსენიოთ და ჩვენი პატრიარქიც ქართველი ხალხის გვერდში დგომით გაუწვო ამ ყველაფერს 50 წელი თითქმის და ეხლა იგივე უნდა გავაგრძელოთ. ნამდვილად. ისიც არის სანამ ერთი მომენტი მინდა ეხლა ჩვენი გადაცემა ცოტა რამოდენიმე დღეში გავა და მინდა რომ უბრალოდ იმ მომენტს გავისვო 26 მაისზე მინდა შევეხოთ პატარა მომენტი რომ ეხლა ეს რაღაც ახალ პროვოკაციას ცდილობენ რომ მოამზადონ ჩემი აზრით არაფერი არ გამოვათ 26 უსთაველზე აქვს აქცია დაგეგმილია უბრალოდ აი თქვენი აზრით რაღაცა რამ 1-2 წუთი ან რაღაც რამდენი გნებავთ უბრალოდ როგორ ფიქრობთ აი რა უნდა მოხდეს და ისინი რას ცდილობენ ეს ჩვენი სერიოზული ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ის თავდადებული პიროვნებები. ხო, ანუ დიდხანს ამაზე საუბარი არ გამოვა, იმიტომ რომ მოკლედ ვიტყვი რომ საქართველოში ამ წუთას პოლიტიკური სპექტრი არის მიძინებულ მდგომარეობაში, გულისხმობ პოზიციურ სპექტრს, ნებისმიერი მიმართულებით და არაფერი მოსალოდნელი არ არის. საზოგადოება გაიზარდა, საზოგადოება ხვდება ხშირად დემოკრატიის პრობლემა რა არის, რომ საზოგადოება არ არის ხოლმე მზად პოლიტიკურ ცხოვრებაში იმონაწილეოს, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება არ არის რაღაცა ჩვეულებრივი რაღაცა რა, მაგალითად არ ვიცი, პროფესია. მაგალითად არ შეიძლება მოსთხოვო, არ ვიცი, ყველას იცოდეს მედიცინა. ყველას არ შეიძლება მოსთხოვო იცოდეს მშენებლობა. ხატვარს არ შეიძლება მოსთხოვო იცოდეს მათემატიკა. რის თქმა მინდა იცით რომ პოლიტიკა არის და დემოკრატიის პრობლემა ის არის რომ ყველას უწევს ისეთ რაღაცაში მონაწილეობა რომელიც არ იცის და პრობლემა კიდევ იმაშია რომ მას გონია რომ იცის. ამას დანი კრუგერის ეფექტი ქვია. კი, ხო. ეს არის მომენტი როდესაც შენ არ იცი რომ არ იცი. სწორედ იმიტომ გონია რომ ყველაფერი საშიში მოვლენა, იმიტომ როცა იცი რომ არ იცი, ხემაიც იცი რომ არ იცი და ხმას არ ამოიღებ, მაგრამ როცა გონია რომ იცი, აი ეს არის საშიში მოვლენა და ქვეყანა შეიძლება გადაჭეხოს. ამიტომ თვითონ დემოკრატიის მამები, ესეთი როგორიც არის სოკრატე, პლატონი და ასე ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ დემოკრატიას. მაგალითად სოკრატესა აქ ნათქვამი რომ ისო რა ქვია, თუ გემის კაპიტანსო და ფლეიტის მომღერალსო არ ვირჩევთო პოლისის მასო ხელმძღვანელს რატომ ვირჩევთო ანუ ხდებით? აი ეს სიტყვები აქვს ცნობილი ნათქვამი პლატონის დიალოგში. დანი კრუგერი საზოგადოებრივ ველში ხვდებიან ეგეთი ადამიანს მე აცნობიერებენ რომ თურმე არაფერი არ იციან მე ვარდებიან დეპრესიაში. მეორე ნაბიჯია იმის რა ქვია დანი კრუგერის ეფექტი. ესეთი ამას ქვია this valley of despair თუ ნახავს აი დანი კრუგერის ეფექტი მაყურებელმა შეიძლება დაგუგლოს ან ნახოს ინტერნეტში და ის სურათი ნახოს როგორ მოდის ეს მრუდი და შემდეგ მადლობა ღმერთს რომ ადის მაღლა გამოცდილების შეძენის მომენტში და ჩვენი საზოგადოება მე მიმაჩნია რატო დავიწყე ამაზე საუბარი ჩვენი საზოგადოება
ამოსულია ამ იმიდან და უკვე აი ამ ახლოს არის გაარჩიოს ასე ვთქვათ თეთრი და შავი და აქედან გამომდინარე ვეღარ მოგვატყუებენ ხო ანუ მოტყუება რთული ხდება შეიძლება კიდე მოგვატყუონ მაგრამ მცირე დოზებით ადამიანების ასე ვთქვათ ცნობიერებამ ამაღლებულია და საგარეო ასე ვთქვათ ტყუილები ძალიან რთული იქნება. ნამდვილად ხო. თვითონ ამ დასავლეთი ისე იქცეოდა ეს ბოლო წლები ხო თვითონ დაგვეხმარენ მაგ ყველას. ხო, იმიტომ რომ დასავლეთში ძალიან დაბალი სამწუხაროდ დაბალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა, არა მარტო მორალური კულტურა და ეს ვთქვათ, არამედ პოლიტიკური კულტურა დაბალი, გულისხმობ იმას რომ სასაცილო პერსონაჟები მართავენ ევროპას. ასეთ დიად ქვეყნებს ეხა აი რო გააცოცხლო, არ ვიცი, შარლამეი რო კარლოს დიდი რო გააცოცხლო, ხო ეს ფრანკულ გერმანული იმპერია რო შექმნა რომის იმპერიის საპირწონე, ხო მე-9 მე-11 საუკუნეებში. ან გერმანელებს ცოტა კაცი იყო და არ ვიცი რას გადაწყვიტავთ ალბათ შეხედვარე ეხა ამ ბისმარკ ბისმარკი რო გუსტავო შტრედემანი რო კიდე დეგოლი რო გააცოცხლო, ხო ანუ როგორც სადა დედამიწა ისე განსხვავდებიან ეგ ხალხი კომპეტენციით დღევანდელ ხალხს. შედეგიც ახეზე. ხო, ნუ რა ვიცი, სრული კატასტროფა ხდება, არ შეიძლება ესეთი ხალხი მართავდეს ისეთ დიად ქვეყნებს როგორიც არის გერმანია და საფრანგეთი. ნამდვილად. ხა ჩვენ გადაცემით დასაწყისში და სანამ დავიწყოთ მაგათი საუბრობთ, აი გერმანიის ან არა ბერბოკი ეყოლება საგარეო საქმე მინისტრად, ნუ რა ისე მინდი უნდა კონდეს და აი ხა მოდი აი გადავიდეთ ამ გერმანიაზე და ხო, ჯერ აი პირველ მსოფლიო ომის დავიწყოთ რა და აი პირველ მსოფლიო ომის დაწყების ბევრი მიზეზები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ბისმარკის მიერ დატოვებული გერმანიის ჰეგემონისკენ სწრაფი ტემპით მისწრაფების წინააღმდეგ ბრძოლა და ამისთვის შეიქმნა ანტანტას ბლოკი და ისტორიულ მტრობას საკუთარი ინტერესებისგან გამომდინარე დაივიწყა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა. როგორი მტრები იყვნენ, ესე დაივიწყეს და საინტერესო ინტერესზე გამომდინარე ეს ბლოკი შექმნეს. არსებობს ესეთი ქროუს მემორანდუმი, ეგრეთ წოდებული, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბრიტანეთი ანტანტას ბლოკს იმიტომ შეუერთა, რომ ხელი შეაშალათ გერმანიის ბატონობისკენ მისწრაფებას. ეს ტიპიური გამოხატულება თუ კიდეს ხაფანგის, ხო, რაღაც ძალთა ბალანსი როცა იცვლება, ეს ყოველთვის ომით ვთარდება. თქვენ უფრო კარგად რო გაგვიშალოთ ეს თემა ძალიან საინტერესოა და სწორი აღნიშნეთ ყველაფერი. ხალხს აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ პირველი მსოფლიო ომი რა უცნაური ომი იყო იმიტომ რომ ჰერცოგი ავსტრიის ჰერცოგი მოკლეს და მაგიტომ გაბრაზდნენ ესე იგი ისინი რა გერმანელები და ესეთი რაღაცები ხალხო არ ხდება ბუნებაში არ ხდება კი ნამდვილად მოკლეს მაგრამ ზადება პირველი მსოფლიო ომისთვის დაიწყო ახლოებით 20 წლით ადრე ვიდრე მოკლავდნენ ჰერცოგს და მის მეუღლეს როგორ დაიწყო? დაიწყო იმით, რომ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეკონომიკური თეორიები დაეჯახა ერთმანეთს. საერთოდ საზღვაო ეგრეთ წოდებული საზღვაო ცივილიზაციები, როგორიც იყვნენ ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რატო არის საზღვაო ცივილიზაციები ეგ უნდა ვთქვათ? იმიტომ რომ ეგ ხალხი ნაოსნობას ბევრად უფრო ადრე დაეუფლა, განსაკუთრებით ბრიტანეთი მაშინ, ხო? ხა იმ პერიოდში ამერიკა არ მონაწილეობდა აქეთ არაფერში და ეგეთი დოქტრინა ჰქონდა, რომ არ გადავლახავთ იმას თვითონ პირველმა მათმა დამფუძნებელმა ამერმა გადაწყვიტეს ეს. ეხლა მაგრამ თვითონ ბრიტანეთმა ბრიტანეთის იმპერია ვთქვათ მაღალ იმაზეა ხო აყვავებულ მდგომარეობაშია და სიძლიერის პიკშია მაგ პერიოდში და უცებ გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი იმიტომ რომ საზღვაო ცივილიზაცია თუ ხარს უჭერდა თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას ბისმარკმა შეივდა თავისმა, ვთქვათ, ეკონომისტებმა შეიმუშავეს, ვთქვათ, თავდაცვითი პოლიტიკა ეკონომიკური, რაც გულისხმობს შიდა ბაზრის დაცვას და არავითარ თავისუფლებას, ხო? ანუ მარტო შიდა წარმოების განვითარებას. და გერმანელის ხასიათი აქ მან შეუწყო ხელი გერმანელის შრომის მოყვარეობამ და დაიწყეს სწრაფი საოცარი განვითარება. ისეთი განვითარება დაიწყეს მეგობრებო რომ დადგა მომენტი რომ აფრიკაში თავისი ისინი კოლონიები აქვს რაც არ უნდა საოცარი იყოს ბევრ კუნძულებს და სრუტეებს აკონტროლებდნენ სუეცის არხის პრობლემების ექნება სუეცის არხს რკინიგზა გაყავს სავაჭროთ იმიდან რა ქვია ირანის ეს ვთქვათ აი ამ ტერიტორიიდან ძალიან ბევრი პროექტები მიმდინარეობს და
საჭირო ხდება რაღაცა ქნას ჰეგემონიას დაუდგა საფრთხე, ბრიტანეთის ჰეგემონიას. მაგიტომ მოხდა ბურების ომი, ორი ბურების ომი, პირველი ბურების ომი ცოტა პატარა იყო და უნიშნელო მეორე ბურების ომი თლიანად ბრიტანეთ გერმანიის ის იყო ვილჰელმ მეორეს შორისა და ვიქტორია სხვა შორის დაწესებები არიან ეგენი. იყვნენ ერთი ელიტა. და კრუგერი იყო იმის მეფე პოლ კრუგერი სამხრეთ აფრიკის ერთი ნაწილის მეფე და კეიპტაუნის ხელმძღვანელი კი იყო სესილ როუდს ცნობილი უსაშილესი პიროვნება ბრიტანელი უსაშილესი პიროვნება რომელიც ცნობილია როგორც ის ბრილიანტების მაგნატი მაგრამ ბრილიანტების მაგნატის გარდა იგი იყო რგვალი მაგიდის შემქმნელი რომელიც შემდეგ გარდაიქმნა საერთოდ არსებობს მისი როუდსის ფონდი არსებობს როუდსის არსებობს რგვალი მაგი ჩატემ ჰაუს ეძახიან მაგ ორგანიზაციას ეს არის RIA Royal Institute of International Affairs REIIE ბევრია გამოზრდილი ხო და არის კიდევ მეორე მისი განაყოფი ესეთი და ეს ეძახიან sister organization ანუ მისი და ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში არის Council on Foreign Relations. ეს ორი ორგანიზაცია არის რეალურად მართავს დასავლეთის გეოპოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას. ინკუბატორია ხო მაქედან არის გამოსული ყველა ელიტის წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკაში მოდის, არის კონტრელიტები ამერიკაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველა CFR-ში, ანუ Council on Foreign Relations-ში იჩეკებიან. და აი ეს სიტუაცია კიდევ ანტანტა სხვა შორის ანტანტაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს ძალიან ცნობილი გეოპოლიტიკოსი ჰალფორდ მაკინდერი ამ იმაში იგი მოგხსენებათ ჰალფორდ მაკინდერი არის ჰარტლენდის თეორიის ავტორი ეს არის ფუნდამენტური თეორია რომელიც რაღაცა მოდიფიკაციები განიცადა მაგრამ ჩვენ ნახავთ ალბათ ესაც რომ იგივე დარჩა და გეოპოლიტიკა არ იცვლება მას შემდეგ უბრალოდ შეიცვალა ვთქვათ ესეთი რაღაცები როგორც ტექნოლოგიები და თუ ადრე მაგალითად რაღაცა ცხენოსანი ლაშქრებით ხდებოდა ეს ეხლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს მაგრამ ინტერესები გეოგრაფიული ზღვებზე გასვლის და ამის ყველაფერი ძალაშია აბსოლუტურად და მან ამ ადამიანმა ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ ეს იმონაწილევა აქტიურად ანტანტას იმაში იგი და ოდის პირდაპირ ჟარგონულად ვიყო დარბოდა რუსეთში იმაში მე რუსეთში იყო ელჩი მე რომ არ იცის ეს იგი რუსეთში იყო ელჩი კი და ახალი ტერმინი შემოიტანა ლენალენდი დინარე ლენა როა იქით ამ ხარეს ანუ მოდიფიკაციებს აკეთებდა თავის თეორიისას და სპეციალურად იქნა გაგზავნილი იგი რგვალი მაგიდის წევრი იყო აი როუდსის იმის წევრი იყო და გაგზავნილი იქნა რომ შეესწავლო რუსეთი მტრული იმით და ვითომ კაი კაცი იყო მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბრიტანეთს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თვითონ მეფეზე ნიკოლოზზე მაშინ ნიკოლოზ მეორეზე იმიტომ რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორც ირკვევა მოგვიანებით იყო ბრიტანეთის კლიენტ აგენტი არ მაგრამ მისი ზეგავლენის ქვეშ იყო მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი გავლით იმიტომ რომ ნიკოლოზს არ უნდა ხელი მოეწერა ანტანტას ხელშეკრულებაზე ასეთი ცნობილი ასეთი ფაქტი რომ მან ნივთიც კი ესროლა იმის დროს საუბრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს როდესაც კამათი მოუვიდათ ანუ ესეთი მაგრამ საბოლოო ჯამში დაითანხმეს და იგი შევიდა ომში და ყველაზე დიდი მსხვერპლი ნახა რუსეთმა სხვა შორის პირველ მსოფლიო ომში სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით ანუ რო შევაჯამოთ ომი დაიწყო ბრიტანეთის და ბრიტანეთსა და ავსტრო-უნგრული და გერმანული მხარის ასევე მან ოსმალეთის იმპერია მონაწილეობდა, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერია მოგეხსენებათ თანამშრომლობდა გერმანიასთან, გერმანიის მოკავშირე იყო და ესე ჯამურად, ასე ვთქვათ, ბრიტანეთმა შეძლო ანტანტას ქვეყნებმა შეძლეს დაემარცხებინათ, მაგრამ აქ მთავარი როლი ითამაშა ამერიკის შემოსვლამ ომში. მოგეხსენებათ ამერიკა ჩაითრიეს ომში ბრიტანელებმა. რომა ეს არ იცის ბრიტანელებმა გააკეთეს ყველაფერი ჩაძირული იყო სამგზავრო გემი ლუსიტანია რომელიც ნიუ-იორკიდან ამსტერდამში დადიოდა გონი კვირაში ერთხელ თორ კვირაში ერთხელ და მათ ასე ვთქვათ ეს იყო ჩერჩილი ხალხმა არ იცის ჩერჩილი მაშინ ადმირალი იყო თავისი საადმირალო ის ჰქონდა და როდესაც გერმანია არ აგებდა ომს გერმანია საკმაოდ წარმატებით იბრძოდა სანამ ამერიკელები არ შემოვიდნენ ომში და როდესაც დადგა საჭირო რომ ამერიკელები შემოსულიყვნენ ომში ჩერჩილის ვთქვათ მოხერხებით მოხდა ის რომ
დაიტვირთა სამგზავრო გემი ნიუ-იორკში იარაღით, ძალიან იარაღით და გერმანელებმა დაზვერვა გაიგოეს ამბავი, აცნობა თავისიანებს და გაფრთხილებული იქნა ის, რა ქვია, გემის კაპიტანიც, ყველა გაფრთხილებული იქნა, არ შემოხვიდა ირლანდიის ზღვაში. ირლანდიის ზღვა იყო დაკეტილი. ყველამ კარგად იცოდა, რომ ირლანდიის ზღვა იყო დაკეტილი, იმიტომ რომ გადაკეტილი ქონდა ირლანდიის ზღვა იმას, რა ქვია, ნაოსნობისთვის გერმანიას, იმიტომ რომ მან წარმატებით იბრძოლა ერთი ბრძოლა, სახელი დამავიწყდა ბრძოლის საზღვაო ბრძოლა და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბრიტანეთს გაუჭირდა საზღვაო ბრძოლაში. არ წაუგია. დანელის რუტის კრახი ხო განიცადა ჩერჩილის ინიციატივით, მანდაც ხო მოხდა ეგ. კი, ეგ იყო, მაგრამ ეს ხელოვნებასაც ვერ ვიხსენებ მაგ ბრძოლას, არა აქვს მნიშვნელობა სახელს მოვიწყდება სახელები ხოლმე. გამახსენდება, ირლანდიის ზღვა დაკეტილი იყო. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ მაინც შევიდა ეს სამგზავრო გემი და გერმანელმა იმან ჩაძირა. არა, თვითმხილველები ვინც გადარჩენდა, იქ გადარჩნენ. თქვეს რომ გარდა იმისა, რომ მოხდა ჭურვი ამ იმას, რა ქვია, გემს შიგნიდან აფეთქდა. ანუ იქ იყო საბოტაჟი, დამონტაჟებული იყო ის, რომ გერმანია დაბრალებოდა გერმანიას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორმე აღშფოთებული იყო, რომ ჩაგვიძირეს მოსახლეობა, საკუთარი მოსახლეობა, სხვა შორის იქ 2000-მდე ადამიანი დაიღუპა, თუ არ ვცდები, სულ 200-მდე იყო ამერიკელი, სხვა დანარჩენი ისინი და სხვა შორის გერმანელებიც იყვნენ. ასე რომ ეგრე არ იყო როგორც ისა, მერე იქ პროპაგანდა გერმანელების წინააღმდეგ და რაღაცა სისულელეებს ავრცელებდნენ იმაში, რაღაცა გერმანელები ბავშვებს ჭამენ და რაღაც. ხო ხდება როგორც ხდება ხოლმე რა. და ამერიკა ჩაერთო ომში და დამარცხდა გერმანია. ანუ პირველი მსოფლიო ომი ასე, აი ძალიან მოკლედ შეიძლება ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ აი ძალიან მოკლედ ასე დამარცხდა და შემდეგ ვერსალის შეთანხმებით დაიბადა ახალი მსოფლიო წესრიგი, ერთა ლიგა, რომელიც ამერიკა არასოდეს შესულა. ხალხმა არ იცის, ამერიკა არ ყოფილა ერთა ლიგაში. თვითონ უდრო ვილსონის ინიციატივა იყო და უდრო ვილსონს წნევამ დაარტყა. იმიტომ რომ ამერიკა არ შევიდა, თვითონ არ შევიდა, იმიტომ რომ კონგრესმა გადაწყვიტა ჩვენ დამოუკიდებლობას დავკარგავთ, თუ მათო შევიდეთ. ნახე როგორ უყურებდა ამერიკელი იმას, სუვერენიტეტს. ვილსონიზმი ხო, ვილსონიზმი თვითონ. ვილსონს წნევამ დაარტყა და ვეღარი 1919 წელს და შემდეგ ვეღარ იყარა მომდენო იმაზე თუ არ ვცდები, ვეღარ იყარა კენჭი თუ რაღაცა სხვა მოხდა აღარ მახსოვს. ერთ სიტყვით აი ესე დამთავრდა ეგ ამბავი და შემდეგ უკვე რეპარაციები დაადეს გერმანიას და გერმანია გაანადგურეს. რეალურად ისეთი ვალები დაადეს, მეტი რო არ შეიძლება და ისე აი ამ რეპარაციებმა გამოიწვია შემდეგ ჰიტლერის მოსვლა ხელისუფლებაში. რეპარაციები ესეთი საშინელი რო არ ყოფილიყო, გერმანელი ხალხი არ მივიდოდა ადოლფ ჰიტლერთან. მაგრამ ბევრს კიდე გონია რომ ჰიტლერმა დააყენა ფეხზე გერმანია, მაგრამ დიდი წვლილი მაგდროს გუსტავო შტრეზერმანი ხო შეგვარი ზუსტად არ მიშლო, მაგრამ გუსტავოს დიდი წვლილი მიუძღვის იქ მე რეპარაციებიც ხათა შორის მე მაგის დროს შეწყდა. და მე ამერიკელებმა რაღაცა სესხი გამოუყეს და მოკლედ მან საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა. ხო, მაგი უკვე სხვაგან წავიყვანს. მეორე მსოფლიო ომიც ხო იგივე პროცესი იყო, ხო, არ დაწყებულა მაგალითად მეორე მსოფლიო 1939 წელს. ეს იყო რაღაცა დაახლოებით 8 წლიანი ხანგრძლივი პროცესი, რამაც მიგვიყვანა კაცობრიობა ყველაზე გამონადგურებელი ომამდე, ხო? აი პირველი მაგალითად კოლექტიური უსაფრთხოება დაარღვია იაპონიამ, რომელიც შეიჭრა ჩინეთის ტერიტორიაზე, მანჯურიაზე და იმის ოკუპაცია მოახდინა. მე 35 წელს ერთა ლიგის დაარსების შემდეგ ესეთი ინტერვენცია პირველად მოხდა, მეგრე 1935 წელს იტალია შეიწყა ერთა ლიგის ქვეყანაში, ეთიოპიაში და იქ იტალიას რაღაც სანქციები დაუწესით, რომელიც მე მალევე მოუხსნეს. იქ 36 წელს რაილანში შევიდა ჰიტლერი, 38 წელს ავსტრიაში მარშით შევიდა, მოკლედ მეტი ბევრი რო არ გამიგზავნა. არამედ ჩეხეთის პრობლემა იყო. ჩეხეთის ხო მეტი ბევრი რო არ გამიგზავნა. ჩეხეთი, მათ შორის პოლონელებმაც. ხო, თქვენ აი. და ანუ ესე არ იყო რა. სექტემბერს არ დაწყებულა 39 წელს ომი რა, ომი. ბევრი წინა პროცესი უძღოდა რა და მეც სამიდროს აი პარალელი უბრალოდ მინდა გავალოთ აი დღევანდელობასთან, აი როგორ შეიძლება ეს დავინახოთ აი თქვენი აზრით, რომ აი ეს დღევანდელი პროცესები გავს ხო რაღაცით ამ პროცესებს. ხო, მინდა რომ უბრალოდ აი პარალელი რო გავალოთ. გავს იმით რომ ესე მცირე ესკალაციები გვაქვს. წეგან ვახსენე რიმლენდის თეორია, არაფერი შეცვლილა, იგივე პროცესები მიდის. ყოველთვის ცდილობს საზღვაო ცივილიზაციები, სახმელეთო ცივილიზაციები ერთმანეთს დაატაკოს.
მაგალითად რუზველტის ცნობილი სიტყვები New York Times-ში დაბეჭდილი 1940 წელს ცნობილი სიტყვები არის ის რომ გერმანია და ისინი უნდა საბჭოთა რუსეთი ესე ეძახა. რუსეთი და გერმანია უნდა 51 წელი არ არის ჯერ დამდგარი. უნდა დავაჯახოთ ერთმანეთს და მანამდე ხან ერთს დავეხმარებით, ხან მეორეს და უნდა დახოცონ ერთმანეთი. აბსოლუტურ ფაქტს ვამბობ, მე მინდა შემიძლია დოკუმენტურად მივაწოდო, ვისაც დააინტერესებს ეს ფაქტი. ანუ ნახეთ როგორ მუშაობს გეოპოლიტიკა, გეოპოლიტიკა არ მუშაობს, ვიღაცა სიკეთეა, ვიღაცა ბოროტებაა. არის მუდმივი ინტერესები, რა არის ინტერესები? რუსეთის დასუსტება, იმიტომ რომ ბევრი დიდარი ქვეყანაა, ბევრის გაგებით საერთოდ არ ეკუთვნის ამ ხელა სიმდიდრე ერთ-ერთს, ამიტომ უნდა გაგვინაწილოს. იგივე გერმანია და ის მაგალითად ის რა ქვია, ბევრი გეოპოლიტიკოსი გერმანელი, სულ იმას უჩიჩინებდა გერმანელის ხელმძღვანელობას, რომ არ ումოთ იმასთან რუსეთთან, იმიტომ რომ მაგათი რესურსები გვჭირდება. მოგეხსენებათ ჰაუსჰოფერი იყო, კარლ ჰაუსჰოფერი, მაგალითად მათი მამა გეოპოლიტიკის ვინც არის მთავარი, როგორც ჰარტლენდის თეორიისისა, მაგას აქვს თავისი გერმანიის გეოპოლიტიკისისა, სულ უჩიჩინებდა ყველას, რომ არ ეომოთ ამ რუსეთს, რომ ციტირებ ზის ქვეშ გქონდეს ჩვენც ადგილი. ანუ გრას გულისხმობდა იმას, რომ იაფი რესურსებზე წვდომა გქონდეს. იმიტომ რომ რუსეთს შეჭრა ყველა სიგიჟეთ, ყველა ნორმალურ ადამიანს სიგიჟე გონია, იმიტომ რომ საშინელი ის არის, კაცო, მან როგორმე შეიჭრა უზარმაზარი ტერიტორია, ციმბირია, რაღაცა ცივა, დამთავრდა თუ მოგისწრო, რავი, ვინც მან შევიდა, სულ ყველა დაიხოცა. არაფერი არ გამოდის მან რა, ანუ ნუ სიგიჟეა ეხლა მან. ჩვენ პრორუსები ვართ ეხლა უკვე ამას. ამას რო ანუ არ შეიძლება, ანუ არარაციონალურია რა. უნდა როგორ ცუდია, კაია, ისეთი, ასეთია, უნდა დალაგდე მაგ ხალხთან. და დალაგებულ მდგომარეობაში უნდა ამყოფო თუ გინდა რომ არ დაზიანდე და დაზიანდა ბევრი არ გამოდის ეგ ამბავი და რის თქმა მინდა რომ ყველა უჩიჩინებდა კარლ ჰაუსჰოფერიც ხო არ არის რუსეთუმე კაცო. კარლ ჰაუსჰოფერი იყო ჰარტლენდის თეორიის მომხრე. ეგეც რუსეთუმე იყო კარლ ჰაუსჰოფერი. ხო და კარლ ჰაუსჰოფერი არის როგორი მასშტაბის გეოპოლიტიკოსი, იცი, აი როგორც რა ვიცი, აი შოთა რუსთაველია იმაში პოეზიაში. აი ეგეთი მასშტაბის ის არის. ხო და აი ესა პარალელი ის არის რომ ეს თეორია მუშაობს, ისევ ძალაშია. ჰარტლენდი რა არის ჰარტლენდი? ეს არის ის ტერიტორია, რომელიც უკრაინის კარპატებიდან იწყება და მთავრდება ციმბირამდე. ანუ ეს არის ტერიტორია, რომელიც ჩრდილოყინოვანი ოკეანე ააკრავს. იმიტომ რატო უწოდეს ჰარტლენდი? ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ შესვლა შეუძლებელია, ასე ამბობდა ჰარტლენდ მაკინდერი. შეუძლებელია შესვლა, იმიტომ რომ ზღვის ცივილიზაციებისთვის ვამბობდა. იმიტომ რომ გარეთ მაღლა გაყინულია, ქვემოდან კიდე შესვლას ყველაფერი უნდა დაიპყრო ჯერ. და ყველაფერი დაიპყრო, ის აი ეს ტერიტორია, რასაც უწოდებდა, ამასაც უწოდებდა იგი მეორეს ნახევარმთვარეს. გრიმლენდი. ხო, რიმლენდი მე უწოდა სპაიკმენი, მაგრამ მეორე ნახევარსფეროს უწოდებდა. ანუ პირველი ნახევარსფერო, მეორე ნახევარსფერო და მესამე ნახევარსფერო. მეორე ნახევარსფეროს იგი უწოდებდა მნიშვნელოვან იმას, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვანს არა, როგორცაც მისი კოლეგა უკვე 40-იან წლებში მე-20 საუკუნის ნიკოლას სპაიკმენი უწოდებდა, რასაც მან უწოდა რიმლენდი. რიმ არის სანაპიროსთან მდებარე გარე, ასე ვთქვათ, გარე პერიმეტრი. აი რამე ინგლისურად რიმ არის, რა მაგალითად ეს არის რიმი. გარე პერიმეტრი. ანუ რაც ესაზღვრება ჰარტლენდს, მაგრამ ასევე ესაზღვრება ზღვას. ეს არის რიმლენდი და მან უწოდა რომ ჰარტლენდი არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, როგორც რიმლენდია. თუ მაკინდერს წამდა რომ ჰარტლენდი არის მთავარი ტერიტორია, სპაიკმენს წამდა რომ რიმლენდია, ანუ გარე პერიმეტრია მთავარი ტერიტორია და რატომ? იმიტომ რომ ამერიკის გეოპოლიტიკას ყოველთვის ემუშაობდა ბრიტანეთის განსხვავებით. აი სამოქალაქო ომის დროს სამხრეთის შტატებს ომი მოუგო ჩრდილოეთის შტატებმა, იმით რომ გარე პერიმეტრზე შეუწყვეტა, ასე ვთქვათ, ზღვაზე გასასვლელი დაუკეტა და გაგუდა. აქედან გამომდინარე, მაყურებს გასაგები ყავს, აი ჩვენ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზეა, ხო? რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე და კიდევ უფრო მაღლა, აი მაგალითად, საფრანგეთიც რიმლენდია. მიუხედავად იმისა, რომ არ ესაზღვრება იმას რუსეთს. პოლონეთი, სომხეთი, ირანი, ეგენი სულ რიმლენდის, კი, ეგენი სულ ყველა რიმლენდია. იმიტომ რომ აი, რა ვიცი, მაყურებელს შეუძლია დაგუგლოს და ნახოს ჩაწერეს Heartland Dreamland Google-ში და ამოგიგოთ რუკას და ყვითლად არის რიმლენდი მოხაზული და ნახავთ რომ ყვითელი ტერიტორია სად არის და ჩვენ განსაკუთრებული რიმლენდი ვართ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რიმლენდი ვართ, იმიტომ რომ თან ზღვას ვესაზღვრებით შავი ზღვის სახით, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა რუსეთისთვის. და თან რუსეთს გასასვლელი მარტო შავ ზღვაზეა, ხო? და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ერთია მხოლოდ, რიმლენდზე არ დაკარგოს კონტროლი. იმიტომ რომ თუ რიმლენდზე დაკარგავს კონტროლს, იგივე მოუვა, რასაც სამხრეთის შტატებს მოუვიდათ ჩრდილოეთთან ომის დროს, გაიგუდა.
ვაჭრობა შეუძლებელი ძალიან ძნელია ბალტიის ზღვიდან. იმიტომ რომ ზამთარში იყინება. მე მაგალითად ფინეთიდან ესტონეთში ვარ გადასული ყინულმჭრელი გემით. გაყინულია. ყინულმჭრელის მოძრაობა ვაჭრობისთვის ეს ნიშნავს რომ მოკვდა ვაჭრობა. სად თბილ ზღვებზე როცა მიდის და უნდა იცოდეს ხალხმა, საერთოდ ხალხს გონია რაღაცა მაღაზიებში რომ შედის პროდუქტები რო არის, მათ გონიათ რომ იქ დაიბადა იქ პროდუქტები. არა ბატონო ჩემო 90% ვაჭრობის არის, 90 თუ 80 მაინც არის ზღვით. ყველაფერი ზღვით შემოდის, ზღვით მიდის ნავთობი, ყველაფერი ზღვით გადადის ის გადაადგილება. დანარჩენი 15% არის დაახლოებით რკინიგზა, დანარჩენი არის საჰაერო. ეს არის მთელი ვაჭრობა მსოფლიოსი და ამიტომ გეოპოლიტიკის მთავარი ამოცანა, მსოფლიო გეოპოლიტიკის არის როგორმე გავიდნენ ზღვებზე, რუსეთს უნდა გავიდეს ზღვებზე, საზღვაო ცივილიზაციებს უნდა შევიდეს რიმლენზე, რომ აკონტროლოს, რომ ვერავინ გავიდეს ზღვებზე. აი, მთელი ეს ხდება, მეტი არაფერი არ ხდება სამყაროში და კონტროლი რესურსებზე. რესურსები, ლოჯისტიკა, რესურსები, ლოჯისტიკა. მეტი არაფერი არ ხდება. არავის ეგონოს რომ ვინმე საინტერესებს ადამიანის უფლებები, რაღაცა. ადამიანის უფლებები აინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ მასები მართონ, რომ აუჯანყონ ისეთ ხალხს, ვინც არ ემორჩილება მას. თორე სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და თავის ხალხი უზით. იქ კი არაფერს ეუბნევიან იმათ. საუდის არაბეთის სატო არავინ ახლა საუდის არაბეთში არის მეფე. არჩევნები არ ჩატარებულა არასდროს, მაგრამ არავის არ ეთქვის. 2015 წელს ჩატარდა ბოლო არჩევნები, ისიც მუნიციპალური. ხო, მუნიციპალური საერთოდ აღარ ჩატარდა. სულ არის 5 არჩევნები ჩატარებული, მაგრამ ვინ საუბრობს მაგაზე? არავინ კაცო, აგერ ირანზე ხოა საუბარი, 53 წელს გადატრიალება რომ მოსადექს რომ მოუწყვეს, 26 წელი იყო შაჰი დასვეს, ამერიკამ დასვეს შაჰი. ამ გადატრიალებაში მონაწილეობდნენ ყველა სამსახური. მათ შორის რუზველტის შვილიშვილი აიაქსი ერქვა, აიაქსი ერქვა, დაგუგლეთ, ნახეთ. დემოკრატიულად არჩეული კაცი ჩამოაგდეს და ყველაზე მეტი სიკვდილიანობა, ყველაზე მეტი პოლიპატიმრები იყო, სიკვდილი დაჟდა ყველაზე მეტი იყო შაჰის პერიოდში. არავინ ამას მას არ აღსარიგებდა კაცო. სურათებს ხო აჩვენებენ ამ ხალხს, რომ როგორი თავისუფალი და ბედნიერია ლამაზი. ამათ გონიათ რომ რაღაც სურათი აჩვენეს და ეს ხდებოდა ირანში და რავი ირანში საგიჟეთი ხდებოდა საშინელი გაჭირვება ისრაელმა აუწყო მას შახს ფეხლევის აუწყო სპეცსამსახური სავაკი ვიმეორებ ისრაელმა ხო კი ზუსტად ისრაელმა აუწყო ხალხო სავაკი სპეცსამსახურებმა მოსადმა აუწყო რომელიც იყო როგორი ორგანიზაცია იცი აი ჩვეულებრივი, არ ვიცი რა დავარქვა. ხეცები იყვნენ ხალხი. და უბრალოდ ხოცავდნენ ხალხს. ამიტომ არ მუშაობს ეგრე გეოპოლიტიკა, მხოლოდ ინტერესები მუშაობს. რიმლენდი უნდა გაკონტროლდეს, რიმლენდი არის ირანი უნდა გაკონტროლდეს, რუსეთს აწყობს რომ მისი კონტროლის ქვეშ იყოს, ან ხელშეკრულებები ქონდეს რომ გავიდეს ჯავაჰარის პორტიდან ინდოეთზე, ან ინდოეთის ოკეანეზე. იმათ კიდე აინტერესებთ რომ როგორმე ნავთობი გააკონტროლონ და გააკონტროლონ ტერიტორია იმისათვის რომ რუსეთს არ კონდეს წვდომა იმაზე რა ქვია და ეგზისტენციალური საფრთხე აი ეს ხდება რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა ამერიკისთვისაც ეგზისტენციალური საფრთხე იმ ხრი რომ დომინაციას დაკარგავს აი ეს ომია მეტი აფერი არ ხდება და არავის არ აინტერესებს იქ რამდენი კაცი მოკვდა და რამდენი ვინ როგორ იდესპოტა ან დიქტატურა და ირანი როგორი ტირანია. საერთოდ არ აინტერესებს, ნუ ტირანი ყავდა დასმული თვითონ. კი, კაცო. და მე 79 წელს რომ რევოლუცია მოხდა, იქ ხო ყველა ერთად იყო პროგრესისტები, სოციალისტები, მე ყველა ერთად იყვნენ, მე ამერიკელები, რადიკალი ისლამისტების მხარეს იყვნენ და სოციალისტები მე თვითონ ამოაწყვეტინეს ყველას და ნუ ხო ეს თუ ადამიანს უნდა შეუძლია. მოდი ერთ ფაქტსაც ვიტყვი რა. ინფორმაცია ერთ ფაქტსაც ვიტყვი რა. არის ხალხმა და ვიტყვი. სადამ ჰუსეინი ხო ცუდი კაცი იყო. ამერიკამ დასვა. ხო, აბა რა ქნა. ამერიკამ დასვა, მეცაც გეტყვი, თავისი მოწინააღმდეგეები, რატო დასვა? იმიტომ რომ ირანის წინააღმდეგ უნდოდა რომ გაეშვა და გაუშვა კიდევ. 8 წლიანი ომი რო იყო ერახთან ახდებოდა მაგათი პროექტი იყო და მეცაც გეტყვი, ძვირფასო მეგობრებო, გადასცა სია, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტომ გადასცა ჰუსეინს სია
რომ ვინები უნდა მოეცილებინა რომ კონკურენტები არ ყოლოდა. და ამავდროულად იარაღს ხიდა და იმ ფულით მე აფინანსებდნენ იმას რა ქვია კონტრას აფინანსებდნენ. კონტრას მაგალითად. ნუ აი საოცრება არის მოკლედ. რაც უფრო ჩაიხედები შიგნით აი საოცრება. პოლიტიკა და მაგრამ ინფორმაცია რო არა აქვს ადამიანს რთულია მე იმის ტვინში ეს ყველაფერი აღიქვას ესე. ამიტომ საჭიროა ესეთი ბევრი საუბრები რომ ადამიანმა ეს ყველაფერი აი მე მინდა დაგუგლოს ყველა ირან კონტრას სკანდალი. ასეთი სათაურით. ირან კონტრას სკანდალი. შეიძლება ადამიანს რას ლაპარაკობენ ესენი ვიფიქროთ, ხო? ირანს კონტრას სკანდალი დაგუგლეთ, რავი, წყაროები ნახეთ, ვისაც გაინტერესებს, კითხვა, თუ რავი, დღეს ChatGPT-ც არსებობს, არ მალავს ChatGPT არაფერს. პირდაპირ დაწერეთ. ვერ მალავს მე მგონი. ხო, ვერ მალავს. ანუ იმიტომ რომ ისეთი ისტორიული ფაქტია, რომ ვერაფერს ვერ უზავ რა. What is კითხვა დაუსვით. What criminal activities happened at Iran Contra scandal? და თქვენ იქ ნახავთ შეიძლება გული შეიძლება შეგიწვეთ რა აქვს გაკეთებული იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი თქვენ რაც ვთქვით გერმანიის და რუსეთის დატაკებაზე რუზველტმა რო თქვა ეს უწერია მე მგონი ყველაზე დიდ დიპლომატ კისინჯერს თავის წიგნ დიპლომატიაში მე თვითონ მაგ წაკითხული აი ზუსტად სიტყვით თქვენას ვთქვით ეს თვითონ ამერიკელებს უწერიათ ანუ ემას არც მალავენ რა. არა კაცო წერია პირდაპირ შიგნ წიგნში კისინჯერია შავზე წერია ყველაფერი. კისინჯერსად გულწრფელი კაცი იყო. დიპლომატი რო წაიკითხა სოფლიო წესრიგი, ეგ ორი წიგნი რო წაიკითხო, მიხვდები ყველაფერს. რა ხდება სოფლიოში. მაგის სოფლიო წესრიგის ბოლო თავია, ძალიან საინტერესოა. ძალიან კაი წიგნები, აი ძალიან ინფორმაციო უბრალოდ მიხვდები. მე უკვე ვეღაცმა მარტივად და შეგიძლია ხოლმე ეს ორი წიგნი წაიკითხე. დიდი წიგნებია მართალი, მაგრამ ეს ორი წიგნი წაიკითხე და ვეღარ მოგატყუებენ. თუ პოლიტიკაში გინდათ გაერთოთ. აი ერთ მაგალითს გეტყვით, აი ახსენა დიპლომატიაზეც ვიტყვი 2-2 სიტყვით წიგნ დიპლომატიაზე, მაგრამ აი ძალიან საინტერესო გამახსენდა როცა პირველად წავიკითხე The World Order, ხო? ესე ქვია მაგის სოფლიო წესრიგი კისინჯერის. ბოლო თავში იგი საუბრობს ასეთ იმაზე, როგორც არის ჰეგელის დიალექტიკა. იყო ასეთი ფილოსოფოსი ჰეგელი, მოგეხსენებათ, რომელმაც მოიგონა, რომ ესეთ რაღაცა თქვა, რომ განვითარება ხდება მაშინ, როდესაც დაპირისპირება. თუ ორი მხარე არ უპირისპირდება ერთმანეთს, არ იბადება ახალი. და იგი ამბობდა, აი ქალი და კაცი აუცილებლად ერთად უნდა იყოს, რომ ბავშვი ყავდეთ. ევოლუცია ისე ვითარდება, რომ აუცილებლად უნდა დაპირისპირება არსებობდეს, რომ მუტაცია მოხდეს და განვითარდეს. და ეს გადაიტანა შემდეგ ბევრმა დიდმა პოლიტოლოგმა პოლიტიკაში. და ამას დაერქვა ჰეგელის დიალექტიკა, რაც ნიშნავს, რომ თეზისი, რაღაცა თეზისი, ერთი მხარე, ანტითეზისი უნდა დაეჯახოს ერთმანეთს და შეიქმნება სინთეზისი. თეზისი, ანტითეზისი, სინთეზისი. კისინჯერი არ მალავს. მთელი მე-20 საუკუნე იყო ჩვენ გავაკეთეთ თეზისი, ანტითეზისი, სინთეზისის მოხდა. თეზისი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ანუ კაპიტალისტური ქვეყანა, სოციალისტური, კომუნისტური იყო ანტითეზისი და სინთეზისი იყო ეს თქვა დემოკრატიული ლიბერალიზმი, რომელიც შვამან. და იგი ამბობდა, რომ ახლა დარჩა მხოლოდ ლიბერალიზმი, საჭიროა ახალი ანტითეზისი. რაღაც ახალი რომ დაპირისპირება მოხდეს, რომ დაიბადოს ახალი მსოფლიო წესრიგი. ამიტომ ასე მუშაობს. ნახეთ, მეგრო კი ესე კი არ უყურებენ რაღაცა რამე ამორალურია, არამორალურია. არა, მათი სოფხედველობა განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის სოფხედველობისგან. ხა კისინჯერი პროფესორი კაცი იყო, ძალიან დიდი პიროვნება იყო პოლიტიკის გადმოსახედიდან. ძალიან ძლიერი იყო. იყო რა არის, ცოცხალია. კისინჯერი ცოცხალია? კი, ცოცხალია. რაღაცა თუ მახსოვს ის გარდაიცვალა. არა, ხო. მე ვეხა ნუ აი რამდენი თვის წინ ცოცხალია. არ ვიცი. ხო 90 შეგიძლია დიდი საჭადრაკო დაფა წაიკითხეთ. პატარავეთ წიგნია ხო. ეს არის დაწყებებისთვის, ვისაც გინდა რომ ელემენტარულად გაერკვეთ როგორ აზროვნებს პოლიტიკოსი. პირდაპირ უწერია რომ რუსეთი უკრაინის გარშე წყვეტს ევრაზიულ იმპერიად ყოფნასო. იმიტომ რომ არის სპაიკმენის და ამათი ზეგავლენის ქვეშ არის ეთყობა ამასთან. პირდაპირ ამბობდა მისი ინტერვიუ რო წაიკითხო, იგი ჰარტლენდის და რივლენდის თეორიის მოყვა. და ეს კი იყო ჩეულებრივი ადამიანი ხო? ჩეველი იყო, ობამას ჩეველიც იყო და ბევრი პრეზიდენტების და ამერიკულ პოლიტიკაში დიდი წონი ქონდა, ხო? ეს არის საბჭოს იყო პრეზიდენტი, მისთვის შექმნა კისინჯერმა, მისთვის შექმნა ტრილიტარული საბჭო. მაგის ის რო წაიკითხა იმან როკფელერმა წაიკითხა, დავით როკფელერმა წაიკითხა მისი წიგნი Between Two Ages. ორი ჟამის between შუაში, რაღაც ესე ქვია რა. რომელიც ეხება როგორ რაზეა იცი საუბარი, რომ ეხლა დაიწყება გარდამავალი პერიოდი
ტექნოტრონული 70-იან წლებში წერს. რომ მოვა ტექნოტრონული ესე ეძახდა. რობოტების ეპოქა იქნებაო და ეხლა იქნება გარდამავალი პერიოდი 50 წელი. ყველაფერი ახდა. კი. შემოდის ეგ ეპოქა. კი. ეს რო წაიკითხა როკფელერმა, დავით როკფელერმა, კისინჯერს უთხრა რომ ამ კაცს შექმენით რამეო, ახალგაზრდა იყო, დისერტაციაში დაიწერა ეგ. ამისთვის რამე კაი რამე ორგანიზაცია შეუქმნეს და შეუქმნეს ტრილიტარული საბჭო. ისი პრეზიდენტი იყო. და მე უკვე რავი, მრჩეველი იყო და კისინჯერის იმის რა ქვია, ბჟეზინსკიმ მოახდინა ავღანეთის ომი. ბჟეზინსკის გაკეთებული ავღანეთის ომი. დააფინანსა ამერიკამ Freedom Fighters, ესე ერქვათ მათ, მე Freedom Fighters-ი გახდა ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია მოგვიანებით. მუჯაჰიდინები დააფინანსეს და მიუსიეს იმას, რა ქვია. ესეთი კადრები არსებობს ჩადის მუჯაჰიდინებთან და ესე თითია გაშველი, ხო თითო პოლონელი იყო და ინგლისურად ისე კარგად სუფთად ვერ ლაპარაკობდა ბჟეზინსკი რა. რუსები ეზიზღებოდა. ხო, ეზიზღებოდა რა გასაგებია ხა არ მიკვირს ეგ ამბავი, მაგრამ ესე გაიშვირა ხელი და those lands აქ განანეს მუჯაჰიდინები რა. კადრებია, კი, კადრებია, ვისაც ძალიან ადვილად მოპოვებადით, ჩაწერეთ YouTube-ში და ამოგიგდებთ. Those land are yours. Go get it. აი ხა Aldous Huxley-ს საოცარი ახალი სამყაროც რო წაიკითხო, მან რაც წერია, ყველაფერი ჯერ კიდე არ მომხდარა თან. კიდე უნდა კი, ანუ რა, ნარკოტიკებით კი გვაბრუებენ იმ სტომატაბლეტები. აი უბრალოდ აი იმას კიდე იმდენი უწერიო, ჯერ კიდე ეს რაღაცები არ მოხდა, მშობელი სიყვარული რო არ შეიძლება და გზნობები და აბა რამე ფორიაქში რო ხარ, აბა სტომატაბლეტი და ყველანაირი პრობლემა რო მოგვარებულია. ხო და ეხლა რუსეთ-უკრაინის თემაზე უნდა მეკითხა, რატო დაიწყეს ომი, მაგრამ პრინციპში ყველაფერი ვილაპარაკეთ, უკვე რატო ცინაბილის დასავლეს რა უნდა ორი სიტყვით ვთქვათ, რომ არავით არ აინტერესებს უკრაინა, არავის აინტერესებს საქართველო, არავის არ აინტერესებს ირანი, აინტერესებს რიმლენდის კონტროლი, რუსეთმა იცის, რომ უკრაინის დაკარგვით შავ ზღვას კარგავს. დააკვირდით რუსეთმა რა ტერიტორიები დაიპყრო, რა ვიცი ხალხო ცოტა არ არის რა ძნელი დაკვირვება რა და დაიპყრო სამხრეთის ტერიტორიები. სხვა სადაც არის. ეხლა და ოდესა დარჩა ნიკოლაევი დარჩა. ეხლა შეიძლება მოლდავეთში რაღაცა პროვოკაცია ჩაატაროს რუსეთმა. იქ აურიოს ქაშა დაიწყო ამის რაღაცების დნესტრისპირეთში რაღაცების არევა. კი და სანდო თქვა რომ დნესტრისპირეთის გარეშე ზადვარ შევიდეთო თუ რა პრობლემაა. არ არის კაცო ეხლა დაუტოვებენ ოდესია და მისია უკვე. რუმენეთშია დნესტრისპირეთის ოდესაა დარჩა რა და ოდესასაც მიერთებს და მთელი სამხრეთი ტერიტორია უკრაინელი რუსები ეთნიკურები. არავით არის პრობლემა არ არის მან და ისი თქმა მინდა ეს არის მაგათი ისა და მაგათი მიზანი. და რა შემთხვევაში არ იპყრობს იცი? რუსეთი, ეხლა რო მიდის კი დიდად კი არ ანაღლებს იქ რამდენი ადამიანი იმას იზავს მოკლედ, მაგრამ რესურსად უყურებს და ურჩევნია რომ თავისი ჯარისკაცი არ გარდაიცვალოს. ამიტომ თუ ითანამშრომლებ, მისცემ ლოჯისტიკურ რაღაცეებს, რაღაცა იმას იზავ ხო, მისცემ რაღაცა იმეებს, ზოგადად ვამბობ ხო? მაშინ ის უბრალოდ აღარ აქვს მიზეზი რომ დაგარტყას და თუ შენ მაშინ რა ნატოში შესვლას გადაწყვიტავ, ნატოში შესვლას თუ გადაწყვიტავ სანამ ნატოში პირს გააღებ, მანამდე დაგესხმევა თავს. რა, 2x2 4-ია რა. არ შეგიშვებს რუსეთი ნატოში. არც შენ შეუშვებდი ვინმეს ნატოში რუსეთი რო იყო რა. ო, რა თქმა უნდა. აი პირდაპირ ვამბობ რა. შენ ხა სერიოზულად ვერ მოძოვენ ერთ საზღვარზე იყოს რუსეთი და მეორე საზღვარზე იყოს ნატო. გამორიცხულია. ანუ არ შეიძლება რა ქვია, რა ვიცი, ორმა იმან აი ამ ვებხმა იმის გარეშე იცხოვროს რაღაცა ერთი მესერი ყოფდეს. არ გამოვა ეგ რა. მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული გვაქვს მაგ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა. არ მუშაობს ეგრე სამყარო. რა თქმა უნდა, ხო. ეგ ხდება, ამიტომ რიმლენდის ტერიტორიაზე მიდის ომი, ეს ომი გაგრძელდება და შეიძლება გამწვავდეს. რა თქმა უნდა, ხო. ჩვენ სერიოზულ პრორუსობაში გვდებენ ბრალს. ეხლა ის რაღაცებს რო საუბრობთ, ეს არის. მე საუბრობ, ამას საუბრობს ყველა, რა ვიცი, აი მაგრეგორს მოусმინეთ, პოლკოვნიკ მაგრეგორს მოусმინეთ, არ ვიცი, ჯონ მირშაიმერს მოусმინეთ, რა ვიცი,
რავი რამდენი გეოპოლიტიკოსი საუბრობს ამაზე. ყველა საუბრობს კაცო. თვითონ მათი შიდა წრეები საუბრობენ მაგას. აბა რა. აი მაგალითად კისინჯერი ლაპარაკობდა მაგას. კი, კისინჯერი ამბობდა მაგას. კისინჯერი ამბობდა რომ არ შეიძლება უკრაინის შეყვანა ნატოში. რა თქმა უნდა, კი და მაგის გამო მაგასაც პრორუსობას აბრალებდნენ. კენანი ლაპარაკობდა მაგას. იცით ვინ არის კენანი? პრორუსობას აბრალებდნენ კისინჯერსაც ეგ თქვა. აბრალებდნენ. კენანი ამბობდა მაგას, კენანი. იცით ვინ არის კენანი? ცივი ომის პერიოდში მაგ ადამიანმა მოიფიქრა რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის გეგმა. აი შეკავების პოლიტიკას რო ვეძახით, შეკავების პოლიტიკა. მათი კენანის მოგონილია. კენანმა ხელი მუშტი დაარტყა იმაზე და 98 წელს არ გაბედოთ და უკრაინაზე არ თქვათ რომ ნატოში შეიყვანთო. მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული იყო. არა. ვინც დაშალა საბჭოთა კავშირი მაგ კაცმა თქვა ეგ. ვისაც უნდა ეხა რუსეთი დაწამოს. მაკრეგორი ვინ იყო? მაკრეგორი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მთავარი იუგოსლავიის დაბომბვის. ან მე რა ის თქვა მინდა რომ ეს ხალხი არის ამერიკელები, ყველა გაერად ამერიკელები არიან. შინაგანად ამერიკელები არიან. ნატოს გაერთიანებული შტაბების უფროსი. ხო რა, მე ჩვენ არ ვიყავ ეს კაი ხალხი, უბრალოდ ხო, ეს მხარე საკუთარი მხარე საუბრობს ამას ჩვენ. ყველა გონიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ რაციონალურობა შერჩა და თვით გადარჩენის ინსტინქტი აქვს, ამბობს რომ არ მიუახლოვდეს ნატო დატოვეთ ბუფერული ზონა. იმისათვის რომ კუთხეში არ მიამწყდიოთ ბირთვული ქვეყანა. არ შეიძლება ამის გაკეთება. რუსეთმა თუ იგრძნო, ხო, თუ იგრძნო ის მართლება, ხო? ხო, აბა რა. ვითხარ, როდის გეცხრა კუთხეში ხო? შეექმნა. აბა რა. პირდაპირ ხო პუტინს ნათქვამი ისეთ სოფლიო რომ სადაც რუსეთი არ იქნება და გაკეთებენ, რატო არ გააკეთებს რა? ხო, და ეხა ჩვენ ეხა დავსაუბროთ. მათ ხო ეხა როგორი კითხვა იცი? არ გააკეთებს კაცო ისა ეგა ბლეფაობს. ხო რა. ბიჭო, რო გააკეთო სადმე. ხო რა ხდება. ეს ხო არ არის რაღაცა აი, არ ვიცი რაღაცა კალადბურთის თამაში ხო არ არის, რომ კაი არ წავაგე. ეგრე ხო არ არის კაცო. აქ არის პლანეტის გადარჩენის საკითხზე შეიძლება დადგეს. მირშაიმერიც გამოდის და იძახის კარაგანოვის სიტყვებს ეთახმება და იძახის პირდაპირ კაცო რომ ევროპას დაავიწყდა რომ ატომი არსებობს და ტაქტიკური იარაღი უნდა მოხვთესო თვითონ მირშაიმერ რუსი კარაგანოვი კი არ იძახის ამას. ეთახმება კარაგანოვის ნათქვამს. აი კიდევ ერთ დავამატებ რა. 90-იან წლებში 50-მა გეოპოლიტიკოსმა ამერიკელმა, მათ შორის წამყვან სამხედროებმა ოფიციალურად მიწერეს კლინტონს. ოფიციალურად მიწერეს, წერილი მაქვს, შემიძლია ვისაც უნდა ვანახო. არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ იმის რა, არ მოახდინოთ გაფართოება, მეტი გაფართოება ნატოსი აღმოსავლეთით. ეს არის ოფიციალური მიმართვა უმაღლესი პროფესიონალის გეოპოლიტიკოსების, მათ შორის სპეცსამსახურების 15 წარმომადგენელი იყო, მათ შორის კონტრდაზვერვის წარმომადგენლები, მათ შორის გენერლები ამერიკის შეერთებული შტატებს. არ შეიძლება გაფართოება აღმოსავლეთით. არა თუ პოლონეთსა და იმებზე იყო საუბარი, უნგრეთსა და იმაზე. მაშინ ჯერ ეგ შეთანხმება იყო მე გადააგდეს რუსები უბრალოდ. ეს არის ცნობილი ფაქტი, მე კიდევ ვიმეორებ, ვისაც დააინტერესებს, უამრავ ასეთ ფაქტს მივაწვდი. ასე რომ ეგ არის რაციონალიზმი რომ რაღაცა დონეზე უნდა გავჩერდეთ და აქ დავდგეთ. აი მეცაც გეტყვი რა, მაგალითად რო ესა რა ქვია, როგორც კი მან რა ქვია, ვენესუელამ დაიწყო თანამშრომლობა რუსეთთან, მაშინვე შევარდა ამერიკა. მე მინდა გითხრათ, რომ მექსიკამ რო დაიწყოს თანამშრომლობა რუსეთთან, აუცე ოდეკაბეში შესვლა რომ მოინდომოს, მოდი ესე ჰიპოთეტურად დაუშვათ ეს გიჟური იდეა, ხო? არა, გადაწყვიტ, ვთქვათ, გამოაცხო, ხო არის მექსიკა ესა რა ქვია, სუვერენული ქვეყანა. ხო აქვს ეს სუვერენული გადაწყვეტილება. სიტყვა დამთავრებული არ იქნება, რომ ამერიკა შეიჭრება. რა თქმა უნდა. ამას სრული პასუხისმგებლობა. აი, დანიას რო ეუბნევა ამერიკა, რომ გრენლანდია მჭირდებაო, კი აღარ კითხავს მექსიკას. პირდაპირ შეიჭრება. კუბის კრიზისიც რა იყო? ტეხასი ხო წაართვა 1812 წელს. თლიანად დაიპყრობს. რა თქმა უნდა. კუბის კრიზისიც რა იყო? ეგ მომენტი არ იყო მანდა ზუსტად კუბის კრიზისი, კარიბის კრიზისი, სპეცოპერაცია, მანგუსი იყო პირდაპირ კენედის აქ ამაზე ხელი მოწერილი.
რომ იქ კუბაში უნდათ გადატრია ანუ ტერორისტული აქტების ეს წერია დოკუმენტი არის პირდაპირ რომ ყორების ყურის ოპერაცია. და ხა იქ უნდათ ტერორისტული აქტების მოწყობა რომ ხანგრძლივი რომ ფიდელ კასტრო ეს რესურსები გადაემისამართებენ იქიდან და ხანგრძლივი ომი უნდათ მე ამის წინააღმდეგ რო წავიდა კენედი ზუსტად მაგიტომაც 1961-ში თუ არ ვცდები მოაწერა ხელი მაგას ერთში მოაწერა ხელი მეგონი მახსოვრობა არ მღალატობს ზუსტად ეგ 1961-ში მოაწერა ხელი ეიზენჰაუერის პროექტი იყო კი ეიზენჰაუერის პროექტი იყო ახალი მისული იყო ახალი არჩეულია ესა კენედი შესთავაზეს ეს პროექტი და ხელი მოაწერა და შეიჭრა ამერიკის შეერთებული შტატები ხალხო კუბაში წარუმატებლად შეიჭრა იმიტომ რომ ეს იყო სპეცოპერაცია და არა სამხედრო შეჭრა და ძალიან გაბრაზდა კენედი მაშინ თქვა მისი ცნობილი სიტყვები რომელიც ალან დალესის მიმართულებით იყო ნათქვამი მაგას შეეწირა მე ხო ალან დალესის მიმართულებით იყო ნათქვამი რომელიც თქვა რომ მე ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ნაფლეთებად დავშლი და ქარს გავატან ეს არის ცნობილი ისტორიული მისი სიტყვები იმიტომ რომ ისეთი იმედგაცრუებული იყო წარუმატებლობით ამერიკას და მართლაც ასე მოიქცა ორი რაღაცა გააკეთა პირველი ალან დალესი მოხსნა თანამდებობიდან და თავისი ძმა შემოიყვანა შიდა წრეში და იგი ესწრებოდა ხოლმე NSA-ის ანუ National Security იმის შეხვედრებს და შუბში მოხდა სნაიპერი მაგის გამო ზუსტად და როდესაც კენედი მოკლეს ასევე იმის ცნობილი სიტყვებია ალენ დალესის აბა მაგას რა ეგონა უკვდავი იყო აი ესეთი ის არის ამიტომ პოლიტიკა არ მუშაობს ისე როგორც ხალხს გონია არ მუშაობს ეგრე პოლიტიკა არის ბევრად უფრო რთული სფერო ვიდრე არ ვიცი რა დავარქვა ყველაზე რთული ფიზიკა ხო აი ბევრად ფიზიკა ზუსტად ყველაზე რთული მეცნიერება საერთოდ აი ყველაზე რთული ეხლა ჩვენ კიდე ბევრი საინტერესო საუბარი შეიძლება მაგრამ ჩვენ რეგიონზე მინდა გადავიდეთ რა ეხლა კონკრეტულად სომხეთზე მინდა ვისაუბროთ რომ ჩვენ ნათლად ხედავთ რომ დასავლეთი ძალიან გააქტიურდა სომხეთში ეხლა რაც სამიტიც ჩატარდა და ყველა დასავლელი ლიდერი იყო მაკრონი დაწყებული სტარმერი დამთავრებული და ასევე სომხეთში ეხლა ფაშინიანს არჩევნები ივნისში და ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც უნდა ჩავთავდა ყველა საინტერესო მომენტი რა იყო რომ მაკრონი გამოდის და პირდაპირ იძახის რომ გიუმრის ბაზის ან რუსეთის ბაზის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ბატონი მაკრონი როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგავებას ჩვენ ვიცით რომ რუსეთის 100-მეორე ბაზის იჯარის ხელშეკრულება 2054 წელს ვთარდება. რუსეთი აქედან ხო თავისნებით არ გავა ეს ძალიან ნათელი. ასევე კიდე ერთი ფაქტი იყო რომ უკრაინასთან გააფორმოს ხელშეკრულება სადაც სომხეთში უნდა იწარმოოს დრონები და მე ამ დრონებით უნდა დაიბომოს რუსეთის ტერიტორიები და აი თქვენი აზრით ეს მორგის სახიფათო პროვოკაციული ნაბიჯი არის დასავლეთის მხრიდან თუ აი რა ხდება აქ ჩვენ რეგიონში. ეს ისი მანიშნებელია. ხდება, არაფერი არ ხდება, ძალიან მარტივი რამე ხდება, რუსეთს უნდა შეუქმნან მეორე ფრონტი. იმიტომ რომ დაისვენოს, ხო, იმიტომ რომ დაისვენოს ცოტა ხანი პირველმა ფრონტმა. მათ შორის აირიდოს ევროპამ ესკალაცია არ ეცალოს რუსეთს იქ შევიდეს. თავისთავი ადარდებთ მათ ყველაფერს შეპირდებიან, ფულსაც მისცემენ, სომხეთს ჭყალებში დაეხმარებიან ჰუმანიტარულად თუ არა ჰუმანიტარულად იმისათვის რომ სოროსის მიერ ფონდის მიერ დასმული პრემიერ-მინისტრი მუშაობდა სოროსში. თქო, მოსმამგას ვამბობ. პირდაპირ გაგებით ვამბობ, სოროს ფონდი არის გლობალისტების ფონდი, რომელიც ემსახურება ასეთი ღია საზოგადოება პოლიტიკას, რომელიც ძალიან კარგად ჟღერს, თუმცა გულისხმობს ერების განადგურებას. პირდაპირ და ძალიან მარტივია მანდისა ფილოსოფია სომხეთი უნდა გახდეს როგორც მინიმუმ პროვოკაციისა და დაძაბულობის დესტაბილიზაციის ცენტრი და კერა იმისათვის რომ სამხრეთ ფლანგი აფეთქდეს ეს იქ აფეთქება გამოიწვევს საქართველოსთვის პრობლემებს იმიტომ რომ რუსეთს რეაგირება მოუწევს ამაზე როგორ მოუწევს კაცშვილმა არ იცის ირანს ახლა არცალია თავისი პრობლემები აქვს ირანისთვისაც პრობლემა შექმნის ანუ ხიჭვი იქნება ამოსული რუსეთსა და ირანს შორის ბრიტანეთის საფრანგეთის და მაგათი ასე ვთქვათ მაგათ სახეიროდ და ისინი არ გამოჩნდებიან იტყვიან დემოკრატიის ხედავთ დემოკრატიისთვის იბრძვის ხალხი და როგორ და არაინტერესებთ მაგათ არც დემოკრატია არც დანარჩენი მეორე ფრონტია შესაქმნელი რესურსებია გასანაწილებელი აქ ითხარეს
რომ ვერ მოიცალოს რუსეთმა ბალტიისპირეთისთვის სხვა მეებისთვის, ქვეყნებისთვის ევროპაში. და მეტი აფერი ხდება და დემოკრატიის ტრაგედია, რომელიც კი უკვე ვახსენეთ, იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთს მოსახლეობა გაგებაში არ ხდება. როგორც საქართველოს გაგებაში არ ახსოვანებულები არიან რაღაც ნაწილი საუბრობს, რომ აი სტარმერი და მაკრონი რო ჩავიდა, ალბათ ჩვენთან როგორც არის, აი ტრამპმა ხელი დაგვიქმნია და პროვინციალიზმის უმაღლესი დონე, პროვინციალიზმის უმაღლესი დონე, რომ ისეთი შენი თავი თვითშეფასება ისეთი დაბალია. კატასტროფა. აი შენი თვითშეფასება ისეთი დაბალია, რომ ფიქრობ, რომ აი ვარსკვლავად აღიქვავს ხტები? სტარმერს აღიქვავს ვარსკვლავად. შენ რახა წარმოგიდგენია, რომ სტარმერი გონია ვარსკვლავი, რავი, კარგად აქვს, თვები დავარცხნილი და მაგიტო. აზრზე არ არის პოლიტიკის, პირდაპირ ვამბობ. ანუ საერთოდ არაფერი არ იცის პოლიტიკაში რა ხდება. ბრიტანეთის პარლამენტში ხო იცი რომ გაყურებინებენ რომ რაღაცებს რა, ჩოჩკოლი რომ ეგ გონია ხალხს პოლიტიკა. მე გეტყვით რა არის ბრიტანეთის პოლიტიკა. ბრიტანეთის პოლიტიკა არ წყდება იმაში, ბრიტანეთის პარლამენტში. ბრიტანეთის პოლიტიკა წყდება, წეგან მოახსენე, ეს არის Royal Institute, ანუ სამეფო ინსტიტუტი, ეს არის მეფესთან, ხო გონია ხალხს მეფე არის არაკეთებს მანდ. ეგ ნიშნავს ხოლმე იმას. მეფესთან არსებული საგარეო საქმიანობითი ჩატემ ჰაუსი ქვია. მანდ წყდება ბრიტანეთის მაკიდან წამოზრდილი არის top power-ის დამარცხებელი. მაკიდან გამოჩეკილი პიროვნება. მაგან ეგ ჩეკავს, თუ ჩეკავს იმას და მეორე ადგილია კიდე იმაში, სადაც ასევე წყდება სოფლიოს ბედი, ეს არის London City. ეს არის 1 მილის კვადრატული მილის ესა, სადაც ცხოვრობენ როტშილდები. სადაც არის ინგლისის ბანკი. საფონდო ბირჟა. და ვის ეკუთვნის ეს ბანკი? ხო, და არ ეკუთვნის სხვა ჩვენს ინგლისს. ხალხს გონია რომ ინგლისის ბანკი ინგლისს უნდა ეკუთვნოდეს და რაღაცა ეგეთი. არა ბატონო ჩემ. როტშილდებს ეკუთვნის. ხო. როტშილდებს ეკუთვნის, უკვე მოდელი ასეული წელია. 1800-ას. საფრანგეთის ვატერლოუს ომებიდან ვატერლოუს ომებიდან ხო. მან საინტერესო სიგიჟეებია მოხდარი. მე მოვყვეთ მომავალში ხო როგორ მუშაობს პოლიტიკა სამყაროში. და საინტერესო. ხო. ანუ რო შევაჯამოთ, სომხეთი არის უბრალოდ ერთი საფრთხობელა, რომელსაც დაუდებენ ახლა რუსეთს, იმისათვის რომ რუსეთის ყურადღება არ იქნას გადატანილი ევროპისკენ და ჩამოცილდეს ცოტა ხანი ევროპას და მერე პროპაგანდით კავკასიაში რაღაცა იქნება პაწა ნაპერწკალი გაჩნდეს, რომ მერე პროპაგანდით კიდევ ერთხელ დაარტყან რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი ისედაც ბუაა და დამატებითი ბუობა მას კიდევ უფრო დააზიანებს, მერე დამატებით ვითომ რაღაცა ეს სანქციები ხო ძალიან საინტერესოა ეს სანქციებს რო ადებენ რუსეთს. რაღაც 58 რაღაცა სანქციების ისა და მაგალითად კოდბესენტმა ხო უთხრა კარგად რომ ამეჯერო რაღაცა არ გამოგივიდათ, ხოლმე მიხვდეთ ესე იგი რაღაცა შეთანხმებული გაქვთ. რაღაცა ხო არის, ანუ ხო უნდა მართლა გაიაზრო ეს სანქცია. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს გახსოვთ რა ეს ახალი ომი ახალი დაწყებული რო იყო. მაკდონალდსი გამოვიდა რუსეთიდან. რავი, სამთვეში შევიდა. მაგრამ ეს აიხვეტრებიან უკან. ხალხმა არ იცის რომ ნოემბერში შევიდა. ნოემბერში მე მიყვარს კვლევარი ვარ და რაღაცა ვიქექები ხოლმე. უკრაინის კიევის საკვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შედეგები, რომელი ბიზნესები დაბრუნდა ნოემბერში იმავე წლის. ნოემბერში რომელიც გამოვიდა. 92% რაც გამოვიდა უკან შევიდა რუსეთში. ეს 5-6 თვეში ანუ. ნოემბერში, თებერვალში ხომ დაიწყო ომი. ნოემბერში დაბრუნდა ყველა. და ეს კვლევა გამოქვეყნდა იმავე წლის დეკემბერში. ანუ რის თქმა მინდა ხალხო გატყუებენ. მარტივად ხო. აი უბრალოდ გატყუებენ, გაჩვენებენ რაღაცა სურათს, ეს მოხდა, მერე რომ სხვა რაღაცა მოხდა, აღარ გეუბნებიან და შენ ხარ იმ პირველადი ტყუილის манипуляция ქვია მას. კი, კაცო, ჰიტლერს არ უწერია პირდაპირ მაიკამში, რაც უფრო დიდი ტყუილია, რაც უფრო დიდი ტყუილი თუ მარტივად იჯერებს ხალხი და მე თვითონ გებელსმა მე ამას ფორმები მიცადა. ესე არის მარტივია. რთული ადამიანის აი რაღაცა დიდი ტყუის ვერ ფიქრობს ადამიანი იმ მომენტში ქვეცნობებში, რომ აი ესეთ რაღაცას როგორ მოგვატყუებენ. არა და ეგეთ რაღაცას გატყუებენ ზუსტად, აი უდიდეს ტყუილებს. ბარნეისი იყო ასეთი PR-ი, მან მოიგონა სიტყვა PR public relations, მანამდე ერქვა პროპაგანდა. და მან მოიგონა ეს სიტყვებით ომი მისი მოგონილია და იგი წერს თავის 1928 წლის გამოშვებულ წიგნში პროპაგანდა, ასე დაწერა წიგნი. ეს არის მამა პიარის. იგი წერს რომ
ძალიან ესეთი ღია გულწრფელი კაცი იყო, მეგობრებო და ძალიან მარტივად წერს, რომ ადამიანების კვლევა ჩატარდა Daily Mail-ის საშუალებით. იმას 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა კვლევა და სულ ტყუილ ინფორმაციას აძლევდნენ იმას ადამიანებს და 86%-მა ამ ადამიანებისა საზოგადოების 86%-მა მზად იყო რომ ემოქმედა ომში წასულიყო ამ ტყუილის გამო, რომ არ იცოდა რომ ტყუილი იყო, ომში წასულიყო და ეომა და შეეწირა ყველაფერი, ხოლო 13% მიუდგა კრიტიკულად და კითხვების დასმა დაიწყო. ამის შედეგად ბარნეისი ამბობს, რომ მეგობრებო, ჩვენ ვართ მზად, ვიცით ტექნოლოგია, როგორ მართოთ საზოგადოების უმაღლესი ნაწილი, ამიტომ ჩვენ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დემოკრატიის ილუზია აღარ რჩება. ეგრეა ხო. ამიტომ ამბობს ცნობილი ჩვენი მოღვაწენი, ერთ-ერთ არ დავასახელებ ყველა მიცის, რომ აღქმებით იმართება საზოგადოება და არა ფაქტებით. 13% თუ 14%, რომელმაც არ დაიჯერა და კრიტიკული აზროვნების ნაწილში დარჩა, იცის როგორი აზროვნოს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა. გინდა ჩამოაყალიბო მთავრობა. ძალიან მარტივია. გამოიყენე ინსტრუმენტები, რომელიც 1928 წლის წიგში პროპაგანდა აქვს ედვარდ ბარნეის აგერ ზელენსკი მას აგერ მის ინსაიდერი რო გამოვიდა ხო თქო მე მინდა გებელსის პროპაგანდა მინდა 1000 მომაპარაკე თავი მინდა და ყველაფერი კარგად არისო რა აქვს რეალობას არანაირ მნიშვნელობაო. კი ბატონო. მაგასაც ამიტომ ის რაც ხდება სომხეთში როგორც ყველგან დანარჩენ ადგილებში, სომხეთშიც იგივე ხდება და სომეხი ხალხი არის ჰიპნოზის ქვეშ. კი, ნამდვილად სამწუხაროდ ეგეთი რეალობაა, კი. და ყველაფერს გველაპარაკებიან პირდაპირ, აი წიგნებში წერენ და სიმართლეს გველაპარაკებენ, მაგრამ ხალხი სიმართლეს არ იჯერებს და რასაც გვატყობენ, იმას იჯერებენ. ალენ დალესი ვახსენე მე. ალენ დალესი ვახსენე და მან როდესაც კენედის გამოძიება დაიწყო, ორი გამოძიება იყო, მან ჩერჩის კომისია იყო და დამავიდა პირველი კომისია. ჩერჩის კომისია მოგვიანებით ჩატარდა და მან კითხეს ალენ დალეს გამოკითხვაზე ყავდათ რა. კონგრესის კომისია, ჩერჩი კონგრესმენი იყო და მისი თაოსნობით მიმდინარეობდა ეს და კითხეს რომ თუ მეორე კომისიაზე, რომელიღაცა კომისიაზე კითხეს რომ თქვენი ესენი რომ გამომჟღავნდაო თქვენი ეს ოპერაციებიო და არაეთიკური ქცევებიო, თქვენო ეხლა არ გეშინიათო რომ იმიჯის პრობლემები შეიქმნებო და არაო იმან პასუხი რატო და ხალხი ვარ გითხულობსო. ხო. თქვენ რასაც დაწერთო ეხლა, ვერ წეიკითხო. ეგრეა ხო. ამიტომ მან იციან ხალხმა მაგ ხალხმა იციან როგორ მუშაობს ისა, როგორ არაინტერესებს ხალხს საერთოდ პოლიტიკა, არაფერი არაინტერესებს და მე საერთოდ ჩემ სუბიექტურ აზრს ვიტყვი, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს მოპოვებადი. აი როგორც რა ქვია, მართვის მოწმობა იღებენ, უნდა იყოს გარკვეული გამოცდა ჩასაბარებელი, უნდა ჩააბარო, იქ იქნება რაღაც ხوارი, აი მართვის იმაზე ხوارი რაღაცა კითხვები რა. 1000 ბანკი ქვია ამას, კითხვების ბანკი უნდა შეიქმნას, რომელშიც იქნება საქართველოს ისტორია, გეოპოლიტიკა, რაღაცა ისა, რაღაცები იქნება, ბანკი უნდა განახლებადი ბანკი უნდა იყოს. უნდა დაჯდე კომპიუტერთან ისა, დაახლოებით 30 წუთიანი რაღაცა 20 შეკითხვა უნდა იყოს, ან 30 შეკითხვა. კითხვაზე წუთი. დრო უნდა ჩაირთოს, ჩააბარე 28 ქულა მიიღე, როგორც იმაშია. გაქვს უფლება იმონაწილეო არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო კარგი. ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაც დამჩაგრეთ. არა, რაღაც ვარ გჩაგრეთ. როგორც ის არის ჩაგრება, ვისაც მართვის მოწმობა არა აქვს და რომელი უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მართვის უფლება გქონდეს თუ მანქანის. ორივე მნიშვნელოვანია და თუ შენ გეძლევა ამის საშუალება, შენ უნდა კომპეტენცია გქონდეს. ბატონს ყავდა სტუმრად ზუსტად მაგას საუბრობდი მეც რა აი ვიღაცება აი როეუბნებიან იტალიის დედაქალაქი და ევროპას რო გასახელოს ხა ეგეთ ადამიანს ნუ რა ვიცი რაღაცა მარტივი სამი შეკითხვა წინ არჩევნებზე ხომ მიდიხარ სანამ 5-თან მიხვალ დაგისვან სამი რაღაცა პრიმიტიული შეკითხვა თუ ვერ პასუხებ არ უნდა კონდეს უფლება ხა ქვეყნის ბედის ყდება რა ხა აი ესეც კიდე არა კიდე გეუბნებდა არ ხუმრობ ეს არ არის ისა ეს არის რადიკალურად მოიმატებს კომპეტენცია ქვეყანაში ამაზე და დაგვებენ ჩვენ. ხო, არ გინდა კაცო ეს პრივილეგია გქონდეს, ქვეყნის მართვაში იღებდე მონაწილეობას, რა ვიცი, მანქანის მართვაში რო გინდა მონაწილეობა მიიღო,
მოგიწევს ელემენტარულად აი ეს ვთქვათ უკანასვლით შეაყენო სადღაც თუ ვერ შეაყენებ ჩაიჭრა ფიხოსაც ხო იღებ იქ ჯერნა მიხვი და რაღაცები ხო არა ხო ნორმატივები უნდა გაიარო ვფიქრობ რომ ეგ ძალიან წინ მაგაზეც ვიფიქროს საზოგადოებამ ჩემი აზრით აი ეს მაინტერესებს აი ჩვენ რა როლი გვაქვს ამ საჭედრა დაფაზე და ეხა ზელენსკი რო გამოვიდა და რო გვითხრა რომ აი ხა საქართველოსთან ურთიერთობას ვალაგებთ ეხა გუშინ თქვა აი ეს რა ხდება აქ რა უნდა ამ კაცთენგან არ შეიძლება დაალაგო ურთიერთობა ქვეყანასთან რომელმაც ითამაშა როლი სხვის ხელში ხალხს გონია რომ ზელენსკიმ რაცა გმირად ითამაშა როლი აი შეიჭრნენ იმაში რავი მინდა გითხრა რომ საარჩევნო პერიოდში როდესაც ზელენსკის ირჩევდნენ ხალხმა არ იცის მაგრამ იგი მოვიდა ხელისუფლებაში იმ განცხადებით ხალხმა მისახმა იმ განცხადებით რომ იგი ნატოში არ შევიდოდა და რუსეთთან დაალაგებდა ურთიერთობას და უკრაინა არის ნახევრად რუსული ქვეყანა კაცო ხალხმა ეს არ იცის აღმოსავლეთ უკრაინა არის რუსულ მე იქ ცხოვრობდი ვიცი იქაური ადამიანებს ვიცნობ უკრაინული არიციან კაცო აი გეტყვით კაცო კიევის შუაშია გაყოფილი ნახევარ რუსულად ლაპარაკობს ნახევარი ისა კიევი კიდე ცენტრშია და აღმოსავლეთ ნაწილი ეს არის დონეცკი და ეგ ნაწილები ეხლა რაც აქ აღებული რუსეთს ხო დონეცკი არის უკრაინული ახლა უკრაინული ყველას ესმის მოსკოვშიც ესმის უკრაინული მაგრამ ლაპარაკით დონეცკში არ ლაპარაკობი კი არა უჭირთ თქვან და პირიქით არის დასავლეთ უკრაინას მქონია შემთხვევები კათოლიკებიც მაგიტო არის ხო ენაზე მაქვს საუბარი ისა რა ქვია უჭირთ რუსული იჭედებიან ხოლმე და ერთმანეთს ეკითხება ეს როგორ არის რუსულად და არის ეს ავსტრია-უნგრეთის შემოგება შედიოდა რეჩპოლიტანის და მაგიტო არის კიდე კათოლიკები და იქით ახალი ეს გამოიყენა გეოპოლიტიკურმა ერთმა აქტორმა მეორე აქტორის წინააღმდეგ და შენ როგორც პრეზიდენტი ერისა რომელიც მოხვედი ამ იმითი რა ქვია სლოგანით რომ შენ რუსეთთან არ ვიომებთ ჩვენ ხო მაგ სლოგანით მოსული მაშინვე შეატრიალე ის იმიტომ რომ იქიდან მოგივიდა ასე თქვა ბრძანება ხო და აქედან გამომდინარე მარტივია ჩვენ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ურთიერთობა ყველასთან შეიძლება ურთიერთობა არის გაღიმებაც ხელის ჩამორთმევაც მაგრამ ხელის ჩამორთმევით იქით გვეინტერესებია რისი ინტერესია ხა საქართველოს რომ ჯერ რო ასოცირდეს იმ მოთამაშესთან ფრთხილად ხო არა რა თქმა უკრაინას 90 ნეიტრალიტეტი ეწერა კაც კონსტიტუციაში და ეს ამოიღო ზელენსკიმ ხადა ნუ ეს მოკლედ შოსაკონის სალპარკი ერთი ბოლო კითხაც მინდა დაგისა და დასასრულისკენ წავიდეთ ნენა აი ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთპოლუსიან სამყაროში გადავედი და ამერიკის ჰეგემონიასთან ერთად ლიბერალიზმი მოგვივლინდა ჰეგემონად ეხლა ჩემი აზრით იგივე ბედიელის როგორც ამერიკის ჰეგემონიის ასევე ლიბერალიზმის იგივე გზას გადის და სულ მახსენდება აი ამ მდგომარეობაზე ესეთი ბრიტანელი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო ჯოზეფ ჩემბერლინი, რომელსაც 1897 წელს ესე სიტყვები თქვა, რომ ბრიტანეთის დომინირება იქამდე გაგრძელდა, სადაც თვალსაჩინო გვეყოფაო და ზუსტად 50 წლის შემდეგ ბრიტანეთის იმპერია საერთოდ აღარ არსებობდა და ეს ჯოზეფ ჩემბერლინი არის ნევილ ჩემბერლინის მამა, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო ბრიტანეთის 1937-1940 წლებში და მას ჰიტლერთან კრახის გაცლის ისტორიებიც კიდე სხვა საალპარო თემა, მაგრამ ამერიკის თქმა მინდა, რომ აი ამერიკა თავის ლიბერალისტთან ერთად ჩვენ უყურებთ ახლა ამის დასასრულის დასაწყის ამ ჰეგემონიის? ხო, იყო ასეთი დიდი ისტორიკოსი ჰარვარდისა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ძალიან დიდი ისტორიკოსი, ჩემი აზრით ყველაზე დიდი ისტორიკოსი კარლ კვიგლი, რომელიც კლინტონის მენტორი იყო და თავის კამპანია კლინტონმა დაიწყო საპრეზიდენტო ისე რომ პირველი სიტყვით პროფესორ კვიგლის მოუხადა ისა. რატო ვსაუბრობ ამაზე? აი ეს კვიგლი იყო ამერიკელი ისა, რომელმაც ელიტები ამხილა ესე ქვია წიგს მისას tragedy and hope. მაგრამ tragedy-ს დაარქვა იმ ელიტების აი ამ გაქსუებულობას ამერიკელებისას, მაგრამ hope, ანუ იმედი დაარქვა ლიბერალიზმს. მისი აზრით ლიბერალიზმი იყო, როგორც ფუკუიამა ამბობდა, ასევე ფრენსის ფუკუიამა, რომელიც Rand Corporation-ის ერთ-ერთი think tank-ის აღმასრულებელი ბორდის წევრია, ანუ ამერიკის ინტერესების. რომელიც ამბობდა, რომ ლიბერალიზმით დამთავრდა ისტორია და სულ მშვიდობა იქნება, სიყვარული და მოძოვოს ერთმანეთს და ასე შემდეგ. ლომი და კრავი ერთად შველი ერთად იქნებიან მგელი და კრავი კარგად ხელი გადაგიდებული.
და ლიბერალიზმი კრახი დამთავრდა არა იცით რატო? იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფიურად აბსურდული პროექტი. ლიბერალიზმი არის საფრანგეთის რევოლუციის შვილი, როგორც ფაშიზმი, ანუ ნაციზმი და კომუნიზმი. ასევე კომუნიზმი. სამივე გამოიჩეკა, ეს არის კიდან მოდის ძმობა ერთობა თავისუფლება. სლოგანი, ხო? ძმობა ერთობა თავისუფლება, სლოგანი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის სლოგანი იყო, ძმობა ეს არის ნაციზმი, ერთობა ეს არის კომუნიზმი და თავისუფლება ლიბერალიზმი. სამივე განადგურდება. არ შეიძლება ის რაზეც დაეფუძნა საფრანგეთის რევოლუცია, სადმე გადარჩეს დიდი ხანი. კიდე დიდი ხანი გადარჩა. ახალი პარადიგმა შემოვა. ისევ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალი ცივი ომი უკვე დაწყებულია, ცხელი ომია უკვე დაწყებული და საბოლოო ჯამში ძალიან არ დაცხეს მაგის საშიშროება დგება. სინამდვილეში მაგ საშიშროება დგება და უბრალოდ არჩევანი ისეთი კი არა გვაქვს დაცხება თუ არ დაცხება. არამედ სად დაცხება. დაცხომით ყველა ვარიანტში დაცხება, მაგრამ რამდენად დაცხება? თავარია ჩვენთან არ დაცხეს. კავკასიაში. მერცმა გადაგვაჩი ხო, სომხეთში ეს უნდა აი ჩვენთან არ დაცხეს, დაცხეს სხვაგან. ყველა იმას ცდილობს, იცის კაცო, რომ სადღაც უნდა დაცხეს. ყველა იმას ცდილობს, რომ ჩემთან არ დაცხესო. და ჩვენ როცა სხვა რაღაცები გვაინტერესებს. ანუ მოკლედ ამერიკის ჰეგემონია სრულდება ხო? მართალი იყო იმ ხრივ, რომ 50 წელიც შემდეგ ყველაფერს აქვს დასასრული და დღეს ვხედავთ ხო ამ ამერიკის ჰეგემონიის პოლუსიანობა და პოლუსიანობის ეპოქაში ბრუნდებით ხო ისტორიულად უკვე დაბრუნებულები ვართ ჩინეთი არის მეორე პოლუსი კი მესამე სუსტი მაგრამ ჩვენთვის ძლიერი პოლუსი იმიტომ რომ რუსეთი მოგწევს არ მოგწევს ესაზღვრები და მისი ძალა იმხელა არის რომ მოსაზღვრე ქვეყნებს ხა ჩინეთს მაგალითად შეუძლია რაღაცა ამერიკას შეუძლია ისევ ჰეგემონია ხო მაგალითად შეუძლია რაღაცა არ ვიცი მისი ძალის პროექცირება მოახდინოს ამ ნახევარსფეროში ჩინეთს ეს არ შეუძლია იმ ნახევარსფეროში მოახდინოს მაგრამ ეკონომიკურად უმაღლესი ის აქვს უკვე და მას შეუძლია ტრამპი იყო ჩასული ეხა პუტინია ჩასული ტრამპი იყო ჩასული და მან თქვა რომ მეორე არმიად უკვე ვთვლიო ჩინეთსო ხო ეხა კონვენციურ ნაწილში მართლა მეორე არმიაა. ბირთვულ ნაწილში არ არის მეორე თორე. კონვენციურ ნაწილში ჩინეთი მეორე არმიაა და ძალიან კარგად მოეხსენება ეხა ამერიკას, რომ ამ ნახევარსფეროში უკვე კონკურენცია ძალიან ურთულდება. და როდესაც იგი თავის ნახევარსფეროში დარჩება, ანუ მონროს დოქტრინა რო აღდგება, უკვე აღდგენილია თვითონ ტრამპის დონრო და არ თქვა რატომღაც, იმიტომ რომ თვითონ უნდა იყოს ყველაფერში დონალდ დოქტრინა ხო ეს არის რომ მისი ნახევარს უკანა ეზო არის მისი ნახევარსფერო ხო უკვე მაგ სიტუაციაში შევდივართ რომ ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატები ძალის პროექცირება გაუჭირდება ამ ნახევარსფეროში მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ბაზა აქვს ამ ნახევარსფეროში ევროპაში აქვს რაღაც საერთოდ ჯამში აკრიტია 800-900-მდე ბაზა 862 ბაზა ხო 900-მდე ბაზა აქვს რა ხო ფილიპინებზე აქვს უზარმაზარი ბაზა იაპონიაში აქვს რამდენი დაიცა რა ძალიან ბევრი დამახსოვს რამოდენიმე კი აგერ ახლო აღმოსავლეთში ბევრი ბაზა აქვს 13 თუ 17 ეს რაღაც ეგრეთ ხო ანუ ბევრი ანუ ძალიან ისეთი გერმანიაში აქვს რაღაც უზარმაზარი რაოდენობის ბაზები მოკლედ ასეთ სიტუაციაა და იმედია მშვიდობა გვექნება ჩვენ ქვეყანაში იმედია ხო ყველაფერი კარგად მგონია იქნება ჩვენ გავიზარდეთ როგორც აღნიშნე პოლიტიკურად კი აი ეგ ვეხმარებ მადლობა მოკლედ მაგრამ საინტერესო საუბრისთვის კიდე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და სხვა დროს გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი მადლობა რომ გვეწვიეთ მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე კარგ ბრძანდებოდეთ